იყო? გაუმარჯოს მაყურებელს. გამარჯობა. ოქროები. ეს არის მისაყოლებელი, რატო გავიხედე, ვითომ არ ვიცოდი. ეს არის მისაყოლებელი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი და დღეს ჩვენი სტუმარი არის აწუკვე იუთუბერი ალექსანდრე ჩე ლორდკიპანი. ვა, რა მაგარი ამპლუა. კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენთან, სტუმრად დიდი მადლობა პირველ რიგში. ეს ეპითეტი პირველად მეწოდა მე. აწუკვე იუთუბერი? აწუკვე, ანუ იუთუბერი არა, ჯერ ჩემს მიმართ არავის არ გამოუყენებია და ფაქტობრივად ნათლობა. ნამდვილად ეგრეთ შეიძლება ითქვას. როგორ დავლიოთ ახლა? გაუმარჯოს. მე ვიტყვი რომ მოგაში უნდა დავლიოთ. 16 ივნისს რომელიც არის სხვათა შორის ლიტერატურისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, Bloomsday არის და ულისეს დღე არის. დღეს არის ყვავების დღე ინდოეთში თან, ყველასთან ერთად. ყვავების დღეს, ყვავი ჩემი საყვარელი ფრინველია. აი, მაგითო ემთხვა, იმენა და არის შეგიძლია ისა ქართულად როგორ არის ეგა? ქურდული კლიჩკა რა. პაგანიალა ხო, მაგრამ ქართულად ყვავა შემილია ავიღო რამე ეგეთი რა. კაუჩ 16 ივნისს მომნათლეს თოთენდა გუნდიშამ იუთუბერად რა. და ამდენი ფაქტორი რო დაემთხვა, ერთად ეს ყველაფერი ლალის დამსახურება, იქედან იქ. ვინმე თუ გამხო, ლალის დიდი მადლობა. შენ გენაცვალე რა. და დაბადების დღე აქვს ან ლალის ხო? ლალი გილოცავ დაბადების დღეს. აქ ეთერში პირდაპირ. რაოს დაესწარ. გილოცავ ლალი. დღეს დღეს მოგდავდები. ეხლა ამწამს. ეხა ამწამს დაიბადე. 4-ზე დილის. ანუ პატარა ბავშვი ხარ ჯერ. და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ყველაზე ისეთი აქტუალური, საინტერესო, თემატური კითხვა მინდა დაგისვა. სად ჭამოთ თბილისში ყველაზე კაი ხინკალი? ვა. მე რა თქმა უნდა მზად ვიყავი ამ კითხვისთვის. რა კითხვა თუ არა ეს? რომელი კითხვა შეიძლება მზად დასრულო? ვიყავი და შესაბამისად მე ვარ ვეგეტარიანელი. ამიტომ ჩიფსი ჭამა ხო? ჩემი ხინკალი იწყება იმითი რა ქვია, კარტოფილით და მთავრდება ყველი ხაჭოთ. აუ, ხაჭოს და იმას ყოჭამ. ძალიან ხოშიანი. ირის რაღაც ასეძახიან რაღაც ნადუღის, ერბოს ხო? რაღაცის ხო. ნადუღის ცოტა ერბოს რო ჩაასხავ. არ მქონდა გასინჯული და ძალიან მაგარია. და შიგადაკში სოკო. ანუ ეგ ხე ხინკალი არ არის იდეაში რა. აი, სად ჭამოთ ხინკალს კარტოფილიანი ხინკალი ყველაზე გემრიელი. არ ქვია. დიდი ხანია ამ გზას დაადექი? მე 4 წელია. მე 4 წელია და კარგად ხარ. ხოშიანად. მე მგონია რომ მოვკვდები. აუ, მეც ეგრე მეგონა. მე მოვიღვიძებდე ხორცი არ ჭამო შეიძლება დავიბრინე. შენ ხო ყველს და იმას მაინც ჭამ ხო? ყველს და კვერცხს, ანუ ვეგანი არა ვარ. ვეგანი არ ხო, მაგის კითხვა მინდა. პროსტა ხორცავ ჭამ. არ ვჭირა. თევს არც თევს. რაც მაგ ხო ზოგი ხო მოძრაობს. მაგას ერიდება. არა, მაგას თუ იღებ გაცილებით უფრო კაია. ვეგანებს რაღაცა გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები ემართება აუ, არა, ყველზე ღმერთი რა ჩამოვიდეს მე რა შეწყვეტა შვილო ჩემო შეიძლება. ხო, არა, ცხოველური ცილებია, რომელიც უნდა მიიღოს ორგანიზმმა ეხა და მაგის გარეშე არ გამოდის. მევასება ყველზე რა. მე ვერ შევძლებდი. იმდენად მიყვარს ხორცი, წვადი და ეგრე მეგონა. ეხა მე ის არ მინდა ვეგეტარიანული ხადაგება აქ რა. არა, შეგიძლია იქ და დაინტერესდეს ხო? აი ღმერთი რო ჩამოვიდეს შენ ყველს არ დაანივებ თავს ეგრე ვარ ჩვენ. რა უნდა დაგოეხა რომ ხორცს დავიდავანე. მე ვიყავი ადამიანი, რომელიც რავი, დღეში თუ რაღაცა ხორცს არ შეჭამდა. ნუ კარჩე შო რა. შიერი მგონია მე თავი მაგალითად რა. და აი ძალიან მევასებოდა. აი ჩემ საყვარელი 5 საჭმელი რო გეკითხა, ვიტყოდი რაღაცა მწვადი, ხაბაბი, შაურმა, ყველაფერი, აი რა სოსისი, სარდლზე, ყველანაირი ხორცი რაც კი არსებობს, ჩემი, რავი, შემეძლო მეჭამა εν რაოდენობა. და რა იყო მიზეზი გადაფიქრება? და ამავდროულად ძალის ბრელ ხარეზე გადასვლის მიზეზი რა იყო? აი ამავდროულად ძალიან მაწუხებდა ის ამბავი, რომ ცხოველები იხოცებიან ამის გამო. ხო. და კარჩე რაღაც მომენტში ჩემ თავს ვუთხარი რომ ეხა ან მოეშვი ტრაკის თამაშს ხო და კარჩე ჭამე და შეირგე და ჯიგარი ხარ და დღემდე ეგ დამოკიდებულება მაქვს რომ ვინც ჭამს გაუმარჯოს ანუ არ მაქვს ის მომენტი რომ ხო ანუ ბანერები და იმით არ დარვიხარ ხო ჯალათო და რაღაცას არ ვეძახი ადამიანებს ან მეთქი დაანებე თავი და იყავი მართალი შენ საკუთარ იმას და რაც გაწუხებს რა და ზუსტად ერთი დღე იყო რიცხვიც მახსოვს 14 დეკემბერი იყო გავიღვიძე არ დამიგეგმავს არაფერი და ვთქვი რომ всё დღეიდან აღარ ჭამ რა და просто თუ გამიჭირდება ძალიან
იმას არ დავიწყებ, რომ ფიცი მაქვს ლომისაზე დადებული და რაღაცა რა, შევჭამ. არ გამიჭირდა. ანუ მარტივად გაუძელი, მაგრამ მორალის მომენტი იყო, ანუ მორალურად თავს ხო, არა, გზნობ უკეთესად რა, საკუთარ თავთან მართალი ხარ რა. ხო. კი, მესმის, არანაირად არავის არ მომწყვნებ, მაგრამ ბავში მესმის ყველაფრის კარგად. ვეგანების მართლა მიჭირს უბრალოდ რომ გავიგო ვეგანების, იმიტომ რომ არც ყველი ჭამო, არც არაფერი და რეალურად მართლა უარყოფითად მოქმედებს საბოლოო ჯამში ორგანიზმზე და განამატებულებ, მაგრამ არ მესმის. შენახთან ვარჯიშობ ვიცი. ვარჯიშობ, ხო. მაგას დამატები რაღაც ხო პროტეინებს რაღაცეებს ვიღებ, მაგრამ აი რაღაც ჩემი მეგობარი იყო ერთი მაგალითად ომეგა. კინას იკეთე, ანუ ნემსის სახით რაღაც კინას ვიღებო რა. კი, რაღაცები არის. იმიტომ რომ ძალიან გამოფიტული ხონდა მაგის. შეიძლება დამჭირდეს, არ ვიცი. ჯერჯერობით არ მჭირდება ანალიზები ყოფრში, მაგრამ. ხო და ჯანმრთელობას გავამართლე, სულ ესე ჯანზე და ჯანმრთელად ყოფილიყავი და არ დაგჭირებოდეს არც დანამატი, არც მინამატი, არც მონა. ნახულობ ხოლმე დარბაში დადის. მინამიოთ. მაგებს ეჭიდავება ხოლმე ისე. ეხლა რა მაინტერესებს თუ იცი შენგან ეგ ზოგადად სტანდარტული კითხვა არის ხოლმე, როდესაც YouTube-ზე შემოდის ახალი ძალა. YouTube თუ ტელევიზია. მივხვდი თუ არა რომ YouTube-ი ჯობია ტელევიზიას, ანუ ეს მომენტი უფრო მაქვს რა. მაგას ძალიან დიდი ხანია მივხვდი სინამდვილეში, ეხლა შემოვედი, მაგრამ ეხლა არ მივხვდარ ვარ. ჯერ აქამდე 1-2 წელია ჩვენ კომპანიაში ვიძახი რომ YouTube-ი ხალხო, უბრალოდ ნელ-ნელა დავიყოლი ხალხი. მანამდე კიდე 2 წელი უბრალოდ მაყურებელი ვიყავი YouTube-ის და მანამდე კიდე 2 წელი ვხვდებოდი რომ მაყურებელი უნდა გამხდარიყავი და ასე. ანუ დიდი ხანია ეგ ძალიან აშკარა გადაწყვეტილა, მე მგონია რომ ტელევიზიის მესვეურებიც ძალიან აშკარად ხვდებიან მაგას რა, უბრალოდ. ხო და აი შენ როგორ ძიმე ტექნიკაა მაინც რა იქით და რა მომენტში გადაწყვიტე რომ всё, აი ვიღე და დავიწყე კეთება, ანუ რამე ის იყო ბიძგი რაღაცა განაპირობა ეს თუ პროსტა აი ჩაფიქრებული ქონდა, კაი ხანია და უბრალოდ იმას ქენი რა, თუ რაღაც შარშანი იყო ეგ ამბავი. რაღაცა ძალიან კაი გრანტი გაიჩითა. რომლის მიზანიც იყო გარკვეული საჭირბოროტო მნიშვნელოვანი თემების ახალგაზრდებამდე მიტანა. და ეს ყველაფერი უნდათ გაეკეთებინათ რაღაცა მედიის გზით რა და სულ უხსნი ხალხს რომ სხვაგან იქეკებით რა, კაროჩი სხვაგან უყურებენ ახალგაზრდები სხვა რაღაცეებს, სხვა კონტენტს და სხვაგან მიიტან. და არა მაგალითად ყველას პატივს ვცემ ბოდიში არავის არ ეწყინოს, მაგრამ რაღაცა შუადღეში რაღაცა თემის ტელე შუადღეში რაღაცა განხილვით მეორე დღეს ახალგაზრდები რიგში არ ჩადგებიან რომელიმე იმასთან. 1000%-ით გეთახმები. ხო და მოკლედ გავაკეთეთ პროექტი YouTube არხით აროსთაობა, ხო შეიძლება რომ თქვა. კი კაცო. ლინკიც იქნება აღწერაში აუცილებლად და გამოიწერეთ მეგობრებო. ხო და იმიტომ რომ ზურგს მიმაგრებს ძალიან მაგარი თაობა, რომელიც ციგნების თაროში აღიზარდა სხვადასხვა დროს და ჩადგნენ ამ იმაში მოკლედ. ძალიან მაგარი რა და ეს გუნდი აკეთებს ახლა ამ არხს და მასზე არსებულ კონტენტს რა. სხვათა შორის YouTube-ზეც არ არის ბევრი და ანალოგიურად ტელევიზიაშიც არ ბწყინავს, მაგრამ ვით შემეცნებითი და რაღაცა ეგეთი გადაცემები და მსგავსი სტილის გადაცემები ცოტა არის YouTube-ზეც. ტელევიზიაში მე მგონი უფრო ნაკლებია, მაგრამ შენია ზრითი არის ეგ გამოწვეული და ნახე, იცი რა არის, პრობლემა რა იყო ყოველთვის რა. ან კეთდებოდა შემეცნებითი გადაცემა, რომელიც მე-20 წუთზე ან მე-12-ზე მეც ვიღლებოდი ხოლმე. და იყო ეგეთი გადაცემები, რომელიც იდეაში სიღრმისეულად ძალიან კარგია, მოიხილავს რაღაცას იმას ამას, მაგრამ რაღაცა რა იღლები მოკლედ. მით უმეტეს თანამედროვე ცხოვრების ტემპში რა, რაღაც ფორმებიც ხო უნდა შეცვალო მიწოდების. ან იქმნებოდა ძალიან დებილობა რა. ყოველგვარ იმისგან დაცლილი. ხო, მესმის რასაც გულისხმობ. შემეცნებისგან, განათლებისგან თუ საერთოდ ცოდნისგან. ორი რაღაცა სიტყვის გადაბმის გარეშე. ხო და ვაფშე ციგნების თარო თავიდან შეიქმნა, ეგ იყო მუღამი, რომ მოდი ჩვენ ახლა კი ლიტერატურაზე ციგნებზე ვილაპარაკოთ, მაგრამ არა დიდაქტიკურ აკადემიურად, არამედ ისე როგორც გაუსწორდებათ ბავშვებს რა. და მე რო კითხეთ ბავშვებს, როგორ გაგისწორდებათ რა და რაღაცა ეგ რეფერენსები ისა ესა და ჩამოყალიბდა და ციგნების თარო და წაიღო რა, იმიტომ რომ აი ბავშვები საინტერესო გახდა ახალგაზრდა მაყურებლისთვისაც და პირველ რიგში მე აი ვინც ციგნების თაროში მონაწილეობდნენ. მაგარი კაი ის იყო რა. ხო, არა, გულისხმობ უფრო არა ანუ იმას კი არ ვამბობ, ძირითადად ტელევიზიას ხო ეხა უფროსი თაობა უყურებს, უფრო ზემოთ ხალხი რა, პლუს
40 ალბათ პირობითად რო ეს არ უყურებ ეს სერიალებს უყურებ. წიგნების თაროს ხო? წიგნების თარო უკვე ახალგაზრდებმაც დაიწყეს ყურება, იმიტომ რომ საინტერესო გახდა მაგათთვის ეგ პროგრამა და მაგას ძალიან მაგარი სეგმენტური ანალიზი შემიძლია გითხრათ წიგნების თაროს ვინ უყურებს რა. ახალგაზრდები, აი გამოკვეთილად ეგ სეგმენტი, მერე ჩავარდნა არის რაღაცა და 50-დან ზემოთ პლუს ხალხი. ოკეი. ანუ იმათ არის რომ ბავშვები უხარიათ რომ რა კაი ბავშვები მოდიან და უყურებს აქტიურად რაღაცა თაობა და არის ახალგაზრდები. ყველაზე ნაკლებად უყურებს პრინციპში აი დაახლოებით ჩემხელა ხალხი რა რომ ბავშვიც იმხელა არ არის ჯერ წიგნების თაროში მაგრამ თვითონაც სწავლობს რაღაცა მე ყველაზე მეტი მუშაობა მაგ დროს გიწევს და რაღაცა არ გცალია მაგის საყურებლად რა მან ყველაზე კაი ის არის მაგ პროექტში რომ ნებისმიერ ტიპს შეუულია მონაწილეობა მიიღოს ვიღაცა სპორტი ევასება ის რომ მაგითაც შეუულია რომ ის არ არის აუცილებლად რა ვიღაც სკოლაში გამორჩეულად ბეჯითი ბავშვი უნდა გავიდეს ანუ ვიღაც დაგჭირდება ეგ სპორტსმენიც უნდა გაიყვანო იმიტომ რომ იმან მაგრა იცის ეგ და ყველას რო შეუულია რაღაცა ჩართული იყოს აი ყველასფეროს რო არის ყველანაირი რაუნდია და გამომდინარე მაქედან ყველა ვინც უყურებს ყველას უსწორდება რა იმიტომ რომ რაღაცა ისეთი ყოველთვის არის რა ჩემც იცი აგისწორდება რაღაცა და ნაჩენ რაღაცებსაც რო უსმენ და ახალს იგებ მაგრა ასწორებს და კარგად არის შეფუთული მე ეგ მომწონდა მე მომწონდა ეგ რა ის რაღაც საკაიფო და შეჯიბრის მომენტი ის რაღაცა კაი ის ხო ეგ არის ფორმატს გააქვს იმის მე არაფერი არ ყოფილა ხო ეგეთი ყველაზე ჭკვიანი რო იყო სკოლებს შორის შეჯიბრი ეტალონი იყო მე ეტალონი დამავიწყაჩი მაგრამ დაახლოებით მე მგონი ეტალონის ერთ პერიოდშიც იყვნენ და მე ეტალონი დარჩა პროსტა და ეს დამთავრდა რა თუ რაღაცა ეგრე არის ხო ჭკვიანი ხო შეიძლება სხვადასხვა ეტალონის მე დაიწყო და ეტალონი რაღაცა ეტალონს სერიოზულად ვერ აღვიქვი სუის მოხსენე ეკრანზე ანუ 4 სავარაუდო რო ძალიან ისეთი ისე უეჭველა კითხოს არ მოусმენ და პასუხს გეტყვი ხო, ნაქვე ბოდიში 2 წამს წაგართმევთ 2 წამს 2 წუთს. მინდა ვთქვა, რომ ამ გადაცემაზე რასაც ვშრომობთ, რასაც ვაკეთებ, ჩვენც ნაწილობრივ შემეცნებითი ვართ, იმიტომ რომ ხანდახან ისეთ თემებს ვეხებით ხოლმე, რომ რაღაც ახალსაც ვაწვდით ხალხს, რაღაც ახალ ინფორმაციასაც ვაწვდით ხალხს და ამ ყველაფერზე რომ აქ ვართ და ამას ვაკეთებ, ჩვენი წარმოგენი ლუდი საზრუნავს და ჩვენი მეგობარი ლუდი ბავარია, რომელიც უკვე 300 წელია ჰოლანდიურ ოჯახში იხარშება. უღრმესი მადლობა მათ გვერდში დგომისთვის. და როგორ შეხარ თვითონ შემეცნებითი. მე ვარ შემეცნებითი გენაცვალეშენ. ცოტნე გამოსაკვლევი კი არის ეს ჩემი აზრით, ადამიანს პახმელი არ აქვს, ამდენი ხანი ჯანზე რა ვიცი ხოველი. მე შევინახავდი შენ ორგანიზმს მერე და უნდა ჩავაბარო მეცნიერებას. სხვათა შორის ორ კათხა ლუდში გაგიცვლიან. რა თმინდა მე რა თმინდა ორი კათხა ლუდში. აი ეს სპონსორები ვახსენე და შენთან როგორ არის მაგის ამბავი რო გითხრა YouTube-ზე, იმიტომ რომ აქედანაც იქნება ხმა ვივაწოდოთ ვიღაცამ ნახოს, ასევე გამოიწერეთ არხი და შენთან როგორ არის სპონსორების ამბავი? როგორც რამდენად რთულად მიდის საქმე მაგ არა, ყველაზე რთული არის დაარწმუნო ეს ძიმე ტექნიკას შეჩვეული ბიზნესი, რომ YouTube-ზე YouTube-ი არ არის მოკლედ რაღაცას მაიმუნობთ თქვენ მანდ რა და არის სერიოზული პლატფორმა იმისთვის რომ ბიზნესი გაპიარდეს. რომელსაც ჯერ ერთი ყველაზე ზუსტი ანალიტიკა აქვს განსხვავებით ტელევიზიისგან, რომელიც რაღაც people metrics აყენებს ტელევიზორებში, მე იქიდან რეიტინგები მოაქვს, მე ამის ანალიზი ძალიან დიდი ბიუროკრატია რა ხო. ხო, და მე ეს people metrics რომელ ტელევიზორებშია ჩაყენებული რაღაც რეგიონებში ვაფშე არ არის და ძალიან ის არის რა. ხო, ანუ მარტივად შეუძლიათ რომ შეცვალო ციფრები ეგეც არის. ხო, ამიტომ აი ძირითადად მე რას ვეუბნები ხოლმე, ძირითადად ეგ არის რომ აი პირდაპირ ფიდბექს დაინახავ რა, ეგრე მკაფიოდ ვერაფერში ვერ დაინახავ, რას უყურებს, რას არა და რაღაც. მე მეორე რომ სეგმენტი ხო ვიღაცისთვის შეიძლება ვიღაცისთვის ვისთვისაც საერთოდ არ არის სეგმენტი ხალხი რომელიც YouTube-ს უყურებს, თუმცა საკმაოდ დასაკოვანი ხალხიც უყურებს უკვე YouTube-ს რა, მაგრამ მაინც ნუ კიდე შეიძლება გითხრას, მაგრამ როცა არის კომპანიები რომლებიც პირდაპირ სახავენ თავის აუდიტორიად ახალგაზრდებს, თუნდაც ცოტა ასაკში შესულ ადამიანებს, მაგრამ ვინც აქტიურად მოიხმარს სოციმედიას, ხო? ნუ აი რთულია მაინც რომ დაარწმუნო, რომ აქ ბევრად მეტი ხალხია. 100K კი არა, 10K რო იდება, ბევრად უფრო უნიკალურია ის 10K და ნამდვილი, ვიდრე რაღაცა პროცენტული რეიტინგი ტელევიზიაში რა. ამიტომ აი ეგ იყო რთული, მაგრამ პირველი სეზონი როგორც გითხარი, გრანტით გავაკეთეთ და ამიტომ
ძალიან გაგვიმართლა მაგაში რა რაღაცებში სუბუქად გავძვერით და პირველი სეზონი რო გაკეთდა და დაიდო უკვე მეორე სეზონს წაეხმარა ეგრო აი ეს უკვე რაღაცა ხო რაღაცა ისინი არის მეორე სეზონზე ბიბლუსი და PSP დაგვეხმარნენ PSP დიდი ხანია ციგნების თავის სპონსორია და იქიდან მეგობრობდა წამო და ბიბლუსიც ეხა შემოვიდა ამ ამბავში იმიტომ რაღაც შემეცნებას ლოგიკურად დაუკავშირდა და ცოტა დააგვიანდა არა ციგნების თავისთან ადრეც უთანამშრომლია მაგრამ ხო ეხა ამ ამბავში შემოვიდნენ ძალიან ესე ხო და პრობლემა ის არის რომ რეალურად რატომღაც გონიათ რომ შენი თქმის არ იყოს რაც თქვი რომ მაიმუნობთ YouTube-ია და რაღაცა ხო არა სერიოზულად აღიქვა ხო და რაც არ უნდა იყოს ყველაფერს თავი დავანებოთ შეიძლება რომელიღაც არხებს არ ყავთ ის კატეგორია მაყურებლების რომელიც არიან ანუ 18- თაობა ანუ ხალხი უყურებს შეიძლება მაგრამ ისინი ხო იზრდებიან ანუ მარტო ის ხო არ არის ამ მომენტში რაღაცა კონკრეტული შედეგი წინასწარ გათვლაც ხომ უნდა კონდეს რომ რაღაცა აი იმ აუდიტორიას აჩვენებ ისინი გაიზრდებიან ისინიც გახდებიან შენი მომხმარებლები და გულშემატკივრები პლუსი კიდე რა კიცი ეხლა რო დღეს ვიდეოს დადებ 5 წლის მერე შეგიძლია უყურო არსად არ ტელევიზიაში რო გავა რაღაცა ქრება და არა შეგიძლია ერთი კვირა შეგიძლია გადაახვი ეგ იყო ერთ-ერთი მთავარი ასპექტი მოკლედ 50-იან 60-იანებში დაიწყო პირველი product placement-ების გაკეთება კინოში. და მიჩნეულია, რომ აი მაგალითად სიგარეტის წარმატება არ არის იმისგან გამოწვეული სინამდვილეში, რომ სიგარეტი დამოკიდებულებას აზრდის. არც იქიდან არის გამოწვეული, რომ ადამიანებს მოთხოვნილება აქვს სტრესის გამო და რაღაცა. სიგარეტის წარმატების დიდი ნაწილი იყო წამოღებული მოდიდან რა და ეს მოდა შეიქმნა კინოში, რომ კაი ტიპები ეწეოდნენ რა. აი ვიღაცა მაგალითად რო ატრიალებდნენ იარაღს და ტყუიაში აჯენდნენ და ასე შემდეგ. ასევე ფრანგული ახალი ტალღა რო შეიქმნა რაღაც გოდარი და ვიღაცა რეჟისორები შექმნეს ცხოვრების სტილი რა. ანუ რომ აი ეგეთი ტიპი რაღაცა მარტო სიგარეტს არ ეხება კონკრეტულ პალტოებს, რაღაცებს შლაპებს, რაც მოდაში წამოვიდა, ვიღაცა პერსონაჟების წაბაძვით რა და ეგ იყო ბუმი და მაგ დროს მოკლედ დიდი დავა რო ქონდათ რომ ეხა ამ ფილმში ჩავდოთ თუ არა კინოთეატრში 100 კაცი მინდის თუ რაღაც 200 კაცი და ამ დროს ბილბორდს უფრო მეტი ნახავს ან რაღაცა ხო მაშინაც ბევრი ის იყო რა და თავარი არგუმენტი რამაც გადაწონა ეგ იყო რომ 2000-ის რაღაცებშიც ნახავენო რა ანუ და ეგეთი მყარი და მდგრადი ხო და საუკეთესო რეკლამა არის ეგეთი რეკლამა რა როდესაც ხო და ანალოგიურად აი ზუსტად მაგ თემაზე არის რომ YouTube-ზეც რეკლამის დადება მაგიტო არის კაი იმიტომ რომ ხალხი ვინც უყურებს YouTube-ს და კონკრეტულ არხებს ვინც უყურებს კონკრეტულად ის ტიპები და კონკრეტულად ის ადამიანები ევასებად და მაგიტო უყურებენ რა და შენ რო შენ რეკლამას ათავსებ და ის არის იდეალური რეკლამა ანუ იდეალური ადგილია რეკლამისთვის ყველა კომპანია უნდა გაითვალისწინოს ეგ და მაგას თუ ვერ მიხვდა ჯერ კიდევ რა ვიცი ნუ აქვე ჩვენთანაც შეგიძლია შემოხვიდეთ ალექსანდრესთანაც შეგიძლია შეხვიდეთ სპონსორად თუ გაგისწორდა ბევრი არხია თან ვისაც ჭირდება სპონსორები და დარწმუნებული ვარ ეს დაფინანსება და რაღაც რო ექნებათ გაცილებით უფრო მაგარ კონტენტს გააკეთებენ ამხელა მაგით დაგვაქვს ბიჭო ნახე რამდენადაც დავაწყობთ თო სამომავლოდ უფრო და უფრო მაგარ კონტენტს შექმნიან ამ დაფინანსებით და ასე რომ ვერში დაუდექით ნახე მე ხო ვიცი რიცხვები რა ტელევიზიის რიცხვებიც ვიცი და უკვე YouTube-ისაც დაახლოებით რა. გამოუშვი. ანუ ბევრად უკეთესად გამოვლენ ამ ამბავში ნებისმიერი კომპანია ვიდრე ტელევიზია. მეც ეგრე მგონია. დარწმუნებული ვარ მაგაში. შენ ამბობ ეს რა ქვია თანხა რაც უნდა გადაიხადო. ბევრად იაფი დაუჯდებათ უფრო მეტი შედეგი YouTube-ზე ვიდრე ტელევიზიაში რა. ანუ ესე რომ დავწონოთ ასე ვთქვათ. ბიჭო ხო მე არ ვიცი იმდენად დიდი ხანია რომ ზოგადად ტელევიზორს არ მიყურებია თუ არ არის რაღაცა ფეხბურთიან რაღაცა შანსი არ არის რა ვიცი რა აი არაფერი არ ხდება ტელევიზორში რა YouTube-ი ვერაცდები რა დღეს ეგრე მგონია იმიტომ რომ ბევრი საინტერესო რაღაცა არის ყველგან დიდი კომპანიები ძალიან ბევრი უკვე კარგად არიან შესრულების რაც მე მაგრა მომწონს და ეგ მაგრა გაიზრდება ეგ გარდაუვალია შეუქცევადია შანსი არ არის რა როგორც რაღაცა განაცვლებს უკვე მოდის ეს არის რა კაი პერიოდია რა და იმისთვის რომ სპონსორები უფრო და უფრო დაინტერესდნენ რა უნდა ქნან ჩვენმა მაყურებლებმა გიორგი უნდა დალიოთ უნდა გამოიწეროთ მეგობრებო არხი დაალაიქოთ ვიდეო და კომენტარებში დაგვიწეროთ შემდეგი ეპიზოდიდან უკვე დავიწყებთ საუკეთესო კომენტარების გათამაშებას და ყველაზე სასაცილო კომენტარი ვისიც იქნება იმას გადაეცემა ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები შემდეგში ბევრს გავათამაშებთ 5 კომენტარს გავათამაშებთ შემდეგში მეტი 5 7
8, 9, 10. თქვენ კომენტარები დაწერეთ და გათამაშება და კომბინირებული ნაკრები რაც არის კიდე, აი ეს ჩვენგან საჩუქრად ხელცარიელი არ უშვებთ არავის სახლში. მე ძალიან მევასება. იცი რა. საჩუქრები არავინ რო არ საჩუქრები ძალიან მევასება. არავინ რო არ მთხოვს და ჩემით რო უკეთებ ხოლმე რეკლამას ქართული წარმოების რაღაცებს რა. და წეგანს ან დაიწყებოდა გადაცემა ლუდისავ ჭამა. და ნაღდად ყველაზე გემრიელი ჩიფსია რაც ცხოვრებაში მიჭამა. უღრმესი მადლობა. მეც არ შემიძლია არ დაგეთანხმო პირველად რო გავსინჯე მეთქი ვა რა კაი რაღაცას აკეთებთ მეთქი და დიდი სიამოვნები და აზარტით ჩავერთე იმ საქმეში რასაც ახლა ყველა ერთად ვაკეთებთ. თიჯო ხო ისე რაღაცა რო არ გევასება და რეკლამები არ არის კაი ზოგადად. მეც მაგარი გამისწორდა რო გავსინჯე და იქაც ხო არის რა. ხო და მადლობა ძალიან დიდი ლუდისას და ჩვენ მეგობარს ბავარიას უღრმესი მადლობა გვერდში დგომისთვის. აქვე მინდოდა თემაზე რომ გადავსულიყავი ხა შენ უშუალოდ საინტერესო იქნება შენთან მაგაზე საუბარი. ბოლო პერიოდში ტენდენცია მიდის იქეთკენ რომ ნელ-ნელა სწავლა სულ უფრო როგორ თქვა სწორად ნაკლები ცოდნა არის საჭირო რომ ჩააბარო უნივერსიტეტში და ესე შემდეგ. ანუ სწავლა ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება თითქოს ეგეთი უფრო მარტივი ხდება თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი აი რაღაც ეგეთი ტენდენციაა რა. უნარები გააუქმეს, რაღაც დონე დაწიეს ხო როგორც ვიცი იმის რა ქვია ზღვარი თუ რაღაცა ეგეთი რაღაცებიც იყო ხო? თუ არ ვწდები. მადლობა ლალი. თორე ეს მიყურებდა. დაწიეს. მე არ ვიცი შეშება არ გამიგია და ხო ეხა არის პროექტი რომ პირდაპირ სკოლის გამოცდები იყოს ან როგორც ადრე იყო რა და მოიხსნას ეროვნული გამოცდები და სკოლაში მიღებული შედეგი იყოს უნივერსიტეტში გამსავრელი მიღების რა და მე თვითონ უნივერსიტეტებს კონდეთ მისაღები გამოცდები. იცი რა შენ როგორ უყურებ მაგას? მე ვუყურებ ისე რომ ვაგინო ამას. არა რომ მიტრიალდა და ეს მიყურებდა ესე რომ შეკარგო წაიკითხე შეჩემო თორე შენც არ იცოდი. ეგ არ მიწერია და არ წამიკითხავ შეჩემა. ეს მიყურებს ესე. აგრესიული, ნაძირალა აგრესიული კაცი თქო, გეუბნები ის ვიდეო გაუშვიდ იქ ყაზახბურთას რო წიხილ ხამს და კომენტარებში აგინეთ გუნდიშას. მე ყაზახს რა უკნას სტუმარს და მერას მიზავს ხო წარმოგიდგენიათ ხალხო. აი ეს, აი ნაძირალა აგრესიული ადამიანი. რა კაი თემაზე ვსაუბრობდი და სადღან ამიყვანა. შეხედე. კაცის მკვლელი. იმანაც რაზეზე გასწია. ბიჭო აქ რა ხდება, იცი? არაფერი არ ხდება, აგრესიული ის ხარა იცი ეს ალექსანდრე რა ხდებოდა? YouTube ლიგა იყო, ხო, ყაზახეთი, იტალია და აზერბაიჯანი იყო ჩამოსული. იტალიასთან მქონდა ჩვენ პირველი თამაში. მოუგეთ, წნარაჩვი და ერთმანეთი ხან მომჩეხეთ, ხან მე მომჩეხეს, ხან ის რაღაცა ჯიგრულად ჩავეხუტეთ, გადავეხვიეთ, ჩვენ თამაში დარჩნენ, მოგვილა ძალიან ჯიგრულად რა, რესტორანში იტალიელებთან ერთად ყველაზე კარგად გავერთეთ ესე რაღაც. აზერბაიჯანელებთან ერთად ძალიან საკაიფო ეგენი შემოვიდნენ მე თავიანთ თამაშის მე რაღაცა ვილაპარაკეს. ესენი იყვნენ ძალიან სტრანად რა, თავიდანვე რომ მოვიდნენ, აი ხო ეს რომ ჩაგივლიან რაღაც ძალიან. ჩამოვიდნენ რომ ესენი და გადავჯეგოთო რა, აი მაგ მუღამით რა და თამაშის დროსაც ძალიან უხეშობდნენ და ძალიან რაღაცნაირად იქცეოდნენ. ამ ტიპმა მე ისეც რაც არ ჩანს კადრებში ისეც მოახერხა რომ ნერვები მომიშალა. პრეისტორია. ხო და ჩერეს ქოროს იმინა რავი აი შემოაგლიჯა ყველაფერი რაღაცები და მე რა თქმა უნდა სიწყნერი და სიმშვიდით არ გამოვირჩევი განსაკუთრებით ფეხბურთის თამაშის დროს და რავი თუ ვინმეს არ მოგწონთ მე არ მაინტერესებს. იმიტომ რომ რავი ახლა ჩვეულებრივი პონტი იყო რა. დავშვიდდი. უარესების იქნია ფეხბურთის თამაშის დროს. დავშვიდდი გიორგი. აუ ბარსლაბოს გადამომტორებს თავს. გაი გავაგზავნოთ ჩვენ არ მივაქციოთ და მე გეთანხმებით ზემორე და გამოვიდი. არ შემიძლია რა გეთანხმო. მაგეთან ყველაფერი. ცუდი ტიპი იყო რა იმსახურებდა რა. სტუმარი ვიცი მე კაი ძმაო. ხო გიორგი. კი გიორგი. კაი დაუბრუნდეთ იმ თემას. შორს წაგვიყვანს ახლა ეს. ხო და ეგ არის ძალიან რთული საკითხი რა. ანუ კარგი აღსრულება თუ იქნება ნებისმიერი მოდელი შეიძლება იყოს წარმატებული განათლების მისაღწევად. ყველაზე პრობლემური ამ ყველაფერში არის ხოლმე აღსრულება რა. ანუ ჩვენ შეიძლება დავსახოთ აი რაღაც ფინური მოდელი ხო გსმენიათ ხო რაღაც ნაკლებად სკოლაში არიან უფრო სახში იქაური მოდელი აქაური საბჭოთა ჯობდა ვიღაცა იტყვის რომ უნდა იყოს გაკვეთილები მკაცრად ვიღაცა რაღაც ამერიკული მოდელი ისეთი მოკლედ
ყველანაირად ყველა გზა არსებობს რაღაც შედეგზე გასასვლელად, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ მაგისი მექანიზმები არ არსებობს რა. შენ რო რაღაცა ძალიან მაგარი ბენზინი ჩაასხა, ძალიან მაგარი საბურავები დაუყენო და ასე შემდეგ გამართო, მაგრამ ყავდეს ნოლშესტი რა. ანუ ეგეთი თემა. ნოლშესტად რჩება. ხო, ეს ნოლშესტი არ არის მასწავლებლები, არ არის, ეს არის რაღაცა სისტემა რა. ანუ რაღაცა სტრუქტურული ცვლილება უფრო საჭირო არის, ვიდრე მაკდონეზე და არ ვიცი აი ეგ თუ მოკლედ რთული სათქმელია, მაგრამ ისე ზოგადად თუ ეთანხმები, რომ აი ამ ეტაპზე ხო უნარები რომ გამოიღეს სასწავლო პროგრამი, ანუ იმიდან ჩაბარების რა ქვია? ეროვნულებიდან, მადლობა გიორგი. ხო, მაგას რამდენად წერია. ეხა უკვე მე გადავავტრო მასწავლზე რაღაც. და ეს მიჩხუბებთ მე და შენ. ხო და რო ამოიღეს უნარები რამდენად ანუ შენი აზრით უნდა ყოფილიყო თუ არა? უნარები მე ვასებობ. კაი ტესტია. ეხა მე არ მევასებ. არა. იმიტომ რომ ბიჭო რაღაც გონია რომ ანუ რაღაცეები კარგია უნარებში, მაგრამ ცოტა სხვა ფორმის უნდა იყოს რა. შეიძლება ვიღაცა ძალიან კაი ტიპმა, ძალიან ჭკვიანმა ტიპმა ვერ ჩააბაროს და რეალურად არ იყოს რაღაც იმასთან რა. ძალიან მაგარი იყოს გამორიცხული 1000%. რა ნაწილში, აი მათემატიკურ ნაწილში უფრო? მათემატიკურ ვერ ჩავა. უფრო მგონია რომ კაი ის ვიღაცები ხო არიან რომ ძალიან ჭკვიანები არიან, ძალიან მაგრა აზროვნებენ რაღაცეები არ ესმით, აი ეს არევასება და არ ესმის რაღაც ეგეთ შეხედულება აქვს ზოგს. ვიღაცებს უთქვიათ ეგეთი რაღაც რომ აი უნარები არ მეოს ვერ ვიგი. უფრო თავის მართლებას გავს ჩემთვის არ ვიცი რა თქმა უნდა. მაგრამ ზატო ვიცი რომ სხვა რაღაცებში იმდენად მაგარია რომ არ მომწონს რომ იჩაგრება ამის გამო რა მაგალითად მე პირადად მე. ანუ სავალდებულო არ უნდა იყოს. აი ხო რა როგორც სხვა რაღაცას ირჩევა ალბათ რაღაც ეგეთი ის უნდა კონდეს რა მან ჩემთვის მნიშვნელოვანია ზოგადად უნარების როგორც ესეთის გაგება რა. ანუ მე მგონია რომ თანამედროვე სკოლებმა მეტი აქცენტი უნდა გააკეთონ ზუსტად უნარების სწავლაზე და არა კონკრეტული მოცემულობების სწავლაზე. ჯერ ერთი განსაკუთრებით მეცნიერებაში, იმიტომ რომ ეგ მოცემულობები ძალიან სწრაფად იცვლება თანამედროვე დროში და ხშირად ჩამორჩება ხოლმე. ძალიან მარტივი მაგალითი მომყავს ხოლმე მაგისთვის, რომ სკოლაში გადასარევად ვსწავლობდი, ვისწავლე რომ ევერესტი 8848 მეტრია და იმ დღეს, პირობით იმ დღეს აღმოაჩინა 8859 უკვე. ანუ გადაიზომა თანამედროვე ტექნოლოგიები და აღმოჩნდა რომ 9. ნუ ეს მარტივი მაგალითია. რთული მაგალითია ის რომ რამდენი პლანეტა, რამდენი კონტინენტია იცვლება 2 წელიწადში ერთხელ, ეგ გაგება, ასე ვთქვათ რა. მით უმეტეს ქიმია, ბიოლოგიაში სულ სხვა და ახალი აღმოჩენებია ის არის, ხო? ან ანუ შემდეგ დავიკიდოთ და მე ერთად ვისწავლოთ. ერთიანად რა. ბოლოს ერთიანად ვისწავლოთ. ან შემდეგ კონდეს ისეთ სისტემა რომ გაყვე მაგას. ეს ჩვენი ზარუკა არის. პრობლემა არა. ან უნდა გაყვე მაგას, უნდა შეგეძლოს რომ ფეხია აუწყო. ან არა და ჯობია რომ გააკეთო აქცენტი უნარების შესწავლაზე, უნარების გამომუშავებაზე, კრიტიკული აზროვნების, მედია წიგნიერების, რაც ყველაზე პრობლემაა რა, რომ ვიღა fake news-ი რო ვიღაცებს არ ეგონოთ. ხო და აი მაგას მე ვერ ხედავ უნარებში რა უნარებსაც ჩვენ ვაბარებთ და რასაც ვსწავლობთ, მაგას ვერ ხედავ რომ რამეში რაც ჩვენ თქვი ხარ რა, მაგაში გეხმარებოდეს მაგის სწავლაში. ბიჭო, უნარები არის ლოგიკური გააზრების უნარია ვერბალური რა, ეგ ის კი არ არის, ეგ არ ისწავლო, ეგ უნდა გქონდეს თემა რა. ხო, ბიჭო, ხო რა, აი მეც არ მევასება, არ მგონია რომ იმ ფორმით არის, რა ფორმითაც ჩანაფიქრი იყო ალბათ რა. აი ნახე, მათემატიკური უნარები. მათემატიკური უნარები, მათემატიკური ნაწილი ჩემთვის ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ მათემატიკა ძალიან არ გამომდის რა, აი. ხო, მესმის. ძალიან ცუდი ვარ მათემატიკაში. მაგრამ ვერბალური მათემატიკაც არ არის მთლად. ხო, არა, მაგრამ რაღაცა ელემენტარული ფორმულები და ისინი გჭირდებოდა და ნუ იმდენად ცუდი ვიყავი მათემატიკაში ყოველთვის, რომ 0-ზე დაბალი დონე ვიყავი და საბოლოო ჯამში იქ ვერბალურ ნაწილში მაღალი ქულა ავიღე, ანუ 40-40-ზე ხო იყო კითხვები სწორად მახსოვს და იქ ავიღებთ მაღალი ქულა, აქ დაბალი ქულა, ნუ საბოლოო ჯამში კაი ქულა ავიღე რა, მაინც უნარებში და უნარები არის ისეთი რაღაცა, რომ აი ზოგადად ლოგიკურად აზროვნებას გასწავლის რა, ანუ მაგისთვის მომზადება და მაგაზე ჩალიჩი რა. ჩემი აზრით აუცილებელი საგანი უნდა იყოს. მე ეგრე მგონია ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით ნაკლებად აუცილებელი უნდა იყოს, შეიძლება იყოს რა შეიძლება ნაკლებად აუცილებელი იყო ქართული ენის შევარება არ ვიცი რაღაცა არა ეგაც პრობლემაა ხო ნუ ვიცი არა გააჩნია რა იმას აბარებ თქო ანუ ქართული ენა რო სავალდებულო ჩასაბარებელია მაგას უგულისხმობ თორე სავალდებულო უფრო უნდა იყოს უნარები ვიდრე ქართული ენა ის კაიბონდი იქნება რა ქვია შენ რასაც ამბობდი ხო არა გააჩნია რა ფაკულტეტზე აბარებ მაგ კუთხით მაქვს საუბარი მხოლოდ და მხოლოდ თორე მე რო კარტ ბლანში მქონდეს ახლა დავაი რაც გინდა გააკეთეო პირველ რიგში რასაც დავამატებდი სკოლას ეგ არის აი თანამედროვეობაში ყოველდღიურობაში რაც გვჭირდება
მაგ უნარების გამომუშავებისთვის შექმნილ საგნებს და ძალიან ბევრი რამე აკლია მივდივართ ისევ იმავე საგნების სიით რა. ჯერ ერთი ძალიან ოდესმე თუ გინახავთ ნორმალურ ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში, კერძოშიც ალბათ არ ვიცი რა სიტუაცია, მაგრამ რაღაც ინფორმატიკის ისა რა, როგორ ისწავლება. ინფორმატიკა? კი, მე მასწავლე. ხო, მე გავიმართლა, ნებისმიერი ბავშვი დღეს სახლში რომელსაც კომპიუტერი აქვს, ბევრად უფრო წინარი ვიდრე ინფორმატიკაში სწავლობს რა სკოლაში. ბევრად და იქ მე უწევს რომ რაღაცების სწავლა რაც უკვე 1000 იმის იქით არის წასული საიტებს აკეთებს ბავშვი. ჩვენ რო დავიწყეთ სკოლაში ინფორმატიკის სწავლა, იასნია რაღაც მაგ პერიოდში კომპიუტერი გაქვს სახლში უკვე იცი რაღაცები, საკაიფოდ რაღაც და რატომღაც სკოლაში მაინც გვასწავლიდნენ რომ 100 მეგაბაიტში ამდენი ეს არის და რაღაცა მე მეცნეს გეტყვი უნივერსიტეტში რო ჩავაბარე იქაც მაგითი დაიწყეს სწავლა. მე მასწავლი და როგორ უნდა შექმნა დირექტორი? უნივერსიტეტში მასწავლი და ეს არის მაუსი. ანუ ასაკით იმხელა იყო ლექტორი. რომ თავიდან იცოდა ეხა რაღაცეები ხო უნდა ცოდნოდა წესით, მაგრამ იმხელა იყო რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო რომ მეთქი დაწეული იყოს რამე იმას რა ქვია. ძალიან გამიკვირდა Gmail-ი ქონდა. ძალიან გამიკვირდა მაგ დროში. ვაუ. უჯო ძალიან დიდი იყო სვეტში რა ასაკით რა 80-ზევით იყო და 80-ზევით იმას ხმარობენ დღესაც ხალხი ზოგადად არევასებ რა ბაბუგაჩემს მაგალითად ამ იმას სენსორს ძლივს მიეჩვია რა და ის კნოპკა ერთში უნდა აბუაკი არ მეძლივს გადავედი სენსორი ტელეფონზე დიდი ხან BlackBerry-ის ტელეფონს ვეძებდი რომ მაინც კნოპკებია ბოლომდე აწურიდებდი და თან როგორი ისეთ ბევრული არგუმენტები მქონდა იცი რომ რავი რო არ დაედოს ტინგიკა სველზე არ მოშავა სხვაზე რო ამიცდეს არა ხო ეს რო გამოვიდა პირველად რო ნახე ეს კი არა რო ანათებდა შეჩემ რო გამოვიდა მაგაზე გაჭედა ხალხმა რომ გამოსხივება პირველად რომელი ვნახე იცი ის ხონდა რა ანუ კნოპკებიც ხონდა და რაღაც ქვემოთ ხონდა ორი ადგილი სადაც სენსორი მუშაობდა რა და რაღაც ეგეთი ტელეფონი არ მახსოვს რა ტელეფონი იყო კრემზე ოჭი ხوار რას ამბობ მეთქი რას მელაპარაკები ეხა როგორც დავილი ეხა მახსოვს ამის გადამ ბევრად იაფიუჯდებათ სენსორის დამზადება ვიდრე ღილაკებზე რო გააკეთოს ის უფრო ძვირი ღირს რანქანებიც მაგითო გადაიყვანეს მე რომ ბევრად უფრო იაფიჯდება ეს ტაჩსკრინი არ გამოვრიცხავ აქ კიდე რამოდენიმე ის არის თემა განსახილველი მინდა გითხრათ უბრალოდ ვერ მივედი ლოგიკურად როგორ ჩამესვა ეს თემები ჭადრაკი არა თემა არის შემდეგი რომ ქალები და კაცები უფრო განსხვავებულად ჭკვიანები არიანო რა არ ვიცოდი როგორ უნდა მეთქვა ეს ყველაფერი ანუ ის კი არ არის რომ რა კაცები უფრო მაგრები არიან ოფიციალურად ქალები უფრო ნაკლები ნობელის პრემიის მფლობელები არიან და ჭადრაკზეც მაგიტო ეწერა რომ ჭადრაკს ანუ ქალები უფრო ცუდად თამაშობენ ვიდრე კაცები აი მაგ თემაზეც მიდიოდა რა საუბარი და რამდენად ეთანხმებით მაგრამ იმიტომ რომ შეიძლება სიკვდილით დაგსაჯო არა ხო მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში თავარ ლიგაში ხო ნუ ახლა გასაგებია ლიგა ქვია მსოფლიო ჩემპიონატი ხო და რა ვიცი აი როგორ რამდენად ეთანხმებით მაგ მომენტს თქო მაინტერესებდა ეხლა ამ შემთხვევაში ძალიან ეს არის რა ქვია ზუსტი განსაზღვრებებია მან საჭირო კაცები უფრო ჭკვიანები არიან ვიდრე ქალები ყვილია no ქალები სხვანაირად აზროვნებენ ვიდრე კაცები შეიძლება ალბათ და ძალიან რთულია მაგის განსაზღვრება ან კაცებისთვის ან ქალებისთვის იმიტომ რომ მეორის აზროვნების ტიპი ბოლომდე არ ვიცით და თქვა ვიღაც მკვლევრებმა შეიძლება მეტად იციან მაგრამ იმათაც ბოლომდე კიდე არ იციან უბრალოდ მე რას ვამნახე შედეგზე გასვლა თანაბარი ძალით შეუძლიათ ჩემი აზრით მაგრამ ამ შედეგამდე მისაღწევად შეიძლება სხვადასხვანაირ გზებს იყენებენ ამ დაშვებას ვაკეთებ საერთოდ ამაში ეხა მე მგონი მაინც თუ რაღაცა პროფესიონალი არ ახარ ძალიან ისეთი ბირჟის ბაზარია იმიტომ რაღაცა ქალებს ესეთი ტვინი აქვს არა აქ ეგ ბაზარი მიდის რო არ მოგატყუა ახლა ბირჟის ბაზარია ხო უბრალოდ თავიდან ვამბობ რომ ეხლა არანაირი პრეტენზია ამ იმას არ აქვს და რა მაძლევს მაგის ფიქრის საშუალებას ნახე პროგრესი ქალთა რიცხვში ინტელექტუალურ მიღწევებში აი ზუსტად მაგაში რომ თავი არგუმენტი არის ხოლმე რატო ვიცით ამდენი გენიალური მწერალი კაცი და 3 გენიალური მწერალი ქალი ეგ ჩემი აზრით ეხლა ჩემი აზრით რა რეალურად ფაქტი ეგ არის რომ
ეხა ამ საუკუნეში გათანაბრდა უფლებები ქალების და კაცების და ისეც მთელ მსოფლიოში არ არის ეგრე რა და რა თქმა უნდა ამ საუკუნეში რა წინა საუკუნიდან დაიწყო 19 საუკუნეში ქალები რო გამოსცემდნენ წიგნს კაცის ფსევდონიმს იღებდნენ რომ დაებეჭდათ რა რაღაც მაგიტო არის რაღაც ჟორსანდი და ვიღაცები ხო და ნობელის პრემიის თემაც ავტომატურად მაქედან გამომდინარეობს შემი აზრით რომ რამდენი ხანია არსებობს ნობელის ბოლო 5 წელია უკვე ატარები ხო რამდენი ხანია 1900-იანებიდან 1900-იანებიდან ხო კი ხო ხო და არა მაგ პერიოდში ისე იყო რა ქალების უფლებები ნაკლებად ლალი არის წარდგენილი ხო იცი ახლა ლალი არის წარდგენილი როგორც კაცი თულას ეგ მაქედან გამომდინარე იყო 1903 წელს ნახდათ არ იყო და კიდე დიდი ხნის მანძილზე ქალების უფლებები თანაბარი კაცების ხო და მაშინ ათულად დავიწყოთ იქიდან როცა სასტარტო პირობები თანაბარი აქვს და განვითარების პირობებიც თანაბარი აქვს ხო რაც ეხლა რაღაც ქვეყნებში დღემდე არ არის ეგრე მაგრამ თქვა თუ ავიღებთ ისე ცივილიზებულ ქვეყნებს სადაც ქალებს შეიძლება მეტი ბიძგიც აქვთ და რაღაცა და არჩევნებში ხმასაც ძლევენ და რა ვიცი სახლიდან გამოდიან დაშ ეგეთი თუ არის იქ უკვე ეხ ნობელიანტებსაც რო გადავხედოთ ბოლო დროს ქალები ჭარბობენ აი ბოლო დროს ცოტა ცუდად ხდება აი ბოლო დროს პირიქით წავიდა რა რომ აი ძალით აკეთებენ რაღაცეებს უკვე რომ აი ეს გინდა ქალების 21 საუკუნის ნობელიანტებს რო გადავხედოთ თითქმის თანაბარი უბრალოდ გულისხმობ ჭარბობენ კი არა ხო არა მოიმატა რიცხვმა რა ნობელზე არ ვუბრუნოთ პროსტა სხვა რაღაცეებში აი ისე გამოვიდა რომ აი სადაც აი შეიძლება ახლა რემბო 7 გამოვიდეს და ქალი იყოს მერე რა აი უაზროთ იმაშვებიან სულიან რაღაცეებს იმიტომ რომ აი ესე და ეხლა რაღაცა კანიანი ისინი იმიტომ რომ ეგრე უნდა იყოს და ეგეთი რაღაცები არ მევასება მე რა ანუ დაჩაგრული ხარის ხო რა დაჩაგრული ხარის ხელოვნურად დაჩაგრული რა ვაფშე არა იყო როგორ არის ხო კაცო ეხლა ამ მომენტში არ არის ხვის მიცემის მეტი რა გინდა ძმაო არჩევნებში ხომ არჩევნებში ხო ხვის მიცემა და ის რა ქვია სარეცხი მანქანა ხო ბაჭორი საქართველოს იყო ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში სადაც ხმის მიცემის უფლება მიიღეს ქალებმა. ობა. მართლა? კი, ერთ-ერთი პირველი შვეიცარიამ მიიღო 20-30 წლის მერე. ახალმა ზელანდიამ დაგვასწრო და ახალმა ზელანდიამ დაგვასწრო და მსოფლიოში მეორე მერე გამოვალთ და ჩვენ დავსრულებთ მერე მაგრამ ერთ-ერთი პირველი ნამდვილად იყო რა. როდის ყოფილა ნეგენი მაგარი ხალხითო. და 5 ქალი დეპუტატი ყავდა პირველი რესპუბლიკის პარლამენტში. მათ შორის მსოფლიოში პირველი ქალი დეპუტატი ყავდა ჰეგემონიურისგან განსხვავებული რელიგიური კონფესიის, ანუ მუსლიმი ქალი დეპუტატი ყავდა ფარიხანუ სოფიევა, რომელზეც გადმოცემა სულ მაინტერესებს ეგ ქალი ლაივში მანახა რა. ანუ წარმოიდგინე აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელი 1918 წელს საქართველოში გადის დეპუტატად და ტიპზე რო იხსენებენ ძალიან საინტერესო ქალი იყო სიგარეტს ეწეოდა ხოლმე ოსუოს სესიებზეო და რევოლვერით დადიოდა რა რა კაი ტიპია კი უჩველი ქალი იყო კი ერთი ეგეთი მინდა ეხა პარლამენტში რევოლვერით რო დადიოდეს არ იქნებოდა ფარიხანუ სოფიევა ვა ნახდათ არ ვიცოდი ეგეთი რაღაც და შენ კიდე ამბობ რომ ქალები და დაჩაგრულები არიანო ლალი შენ გეუბნები ლალის თამადობით დაჩაგრულები არიან ხო ლალის თამადობით მოდი ქალებს გაუმარჯოს ქალებს გაუმარჯოს ლალიკო შენი ჭირიმე აუმარჯოს გეთანხმები 1000%-ით ყველაფერში რაც ამ წამს თქვით ჭადრაკის გარდა ჭადრაკი აუ ეგ ძალიან საინტერესოა ჭადრაკზე ეხა რაც არ უნდა თავი ურტყა კედელს და არა რატო ქალებსაც შეუძლიათ რაღაცა ძალიან ფაქტია ვისა ჭადრაკი ესმის რეიტინგი არსებობს ის არსებობს ქალების ყველა ნუ აი ჯუდით პოლგარი იყო ერთ-ერთი რომელიც ათეულში ესე შედიოდა იმაში რა მეშვიდეზეო ლალიკო არ ხო მეშვიდეზე შედიოდა ნამდვილად საერთო დიდო სტატა იმაში ნამდვილად არის გამოწვეული ეგ ცოტა ჩვენ უსაქმურო ჭადრაკის თამაშისთვის ბევრი დრო გვაქვს ბიჭო კაცებს რა კი სანამ სამზარეულოში ტრიალები და ისიც ყველაფერი რაღაცა და საცალია ჭადრაკისთვის ძმო სოდოები ეგ არ შეიძლება საერთოდ განგებისგან არის ეგრე რომ არც უნდა ეცა არა მან ხო იცი აი ლალიმ დამიწერა აქ მომინიშნა ლამაზად ძალიან საინტერესოა მე არ ვიცოდი ამ ფაქტის შესახებ მაგრამ საინტერესოა მაგაზე დაფიქრებაც იმიტომ რომ კარლსენმა ერთ ტურნირზეო 6000 კალორია დაწვაო ფიზიკური ძალაც სჭირდება ხო რა ანუ მარტო ის არ არის ფიქრი ერთ დღეში ხო თუმცა მანდ მე ანუ ეგ მომენტის რაღაც დონეზე ალბათ მოქმედებს რა ფიზიკური ამტანობა სტამინა რავი რა გამძლეობა გარდა მაგისა შეიძლება ის ხდება რაც თავში ვთქვი რომ აზროვნების რაღაცნაირი სხვანაირი ხერხები რა სხვაძები აზროვნების სიღრმე იგივეა მე არ მგონია რომელიმეზე ჭკვიანია მაგრამ რაღაცა კონკრეტულ თამაშს რაღაცა სხვანაირი ჭადრაკი
კაცებში ყველას ერთნაირად არ ყველა ჭკვიანს ერთნაირად არ გამოსდის რა. რაღაცა სხვა უნარებით სჭირდება შინაგანი და შეიძლება ეგ არის გენდერული საკითხი, არ ვიცი. ხო, ნუ მოკლედ რთულია მაგაზე მსჯელობა ამ შემთხვევაში. შეიძლება ეგაც შეიცვალოს, არ ვიცი რა ვიდრე რო გვაჩვენებთ. დღესდღეობით ეხა ნამდვილად კაცები უფრო ძლიერები არის. რადგან ჭკვიან ხალხზე ვლაპარაკობდით ეხა, მოდი, გითხარი, რას ადროდის ტოპ 6 მოაზროვნე. მოაზროვნე? დღეს. თუ მოდი იყოს. Ever იყოს მოდი. Ever იყოს? თუ არ მოგეწონება მე ეს გავხსნ. კაი, რადგან არის მე და პრინციპში კაი, ანუ ყველა დროის ყველაზე შენ დიდი მოიგე? რა? ეს საქართველოს ჩემპიონატი რა? მოგიგია? კი. მოიგე ხო? კი, პრინციპში აღარ დავკონკრეტებ, იმიტომ რომ ყველაფერი სუ კაპიტანი იყავი ხოლმე ხო? თუ ისეს გითამაშე? სუ კაპიტანი იყავი რო ხო? ჩემზე ყველაზე დიდი შტაბ-ჭილება სხვადასხვა დროს რო გოუთები იყვნენ, ეგეთ იგროკებს ჩამოთვლი. ნუ გიორგი ბაქრაძით იწყება ეს სპორტი. ის გარეშე წარმოუდგენელია. ნიკა აგლაძე გარკვეული პერიოდი ძალიან მაგარი იყო ხოლმე, დღესაც მაგარია. მოდი კაპიტნებს არ ვიტყვი ამ 6-ში, იმიტომ რომ მე მგონია რომ ვარ კოქტეილი მანამდე არსებული მაგარი კაპიტნების, იმიტომ რომ ყველასგან რაღაცა ავიღე რა. იმიტომ რომ სულ მოსძეს უყვარს ხოლმე კითხვა რომ აბა ვის უფრო პატარა კაპიტნებს ეკითხება ხოლმე რომ აბა ვისკენ უფრო მიდიხარ რა, უნდა ეჭხუბო გუნდელებს თუ ხო, გასაგები არქეტიპები რა და მე რაღაცა ეგ ყველაფერი რაფავასგან რაღაცა ავიღე, საბაშვილისგან რაღაც, ლომიძისგან რაღაც, ბაჩან რაღაცა ეს ყვინს მაგრები. და ალბათ ეგ დამეხმარა და ამიტომ იგროკების ამბავში All Stars ვაკეთებთ ხო რა ძალიან ძალიან მაგარი იყო რაღაცა პერიოდის განმავლობაში როცა აქტიურად თამაშობდა ნიკა გვარამი. დაჟე მახსოვს რომ რაღაც ჩემპიონატები რო ტარდებოდა ხოლმე, აი რაღაც მარტოს გაუკაჩია გუნდი რა და ვინ ნიკა გვარამი? ნიკა გვარამიო ვინც ახლა ვიცით ცნობილი ნიკა გვარამი. მართლა? ახლა ვიღაცები შეიძლება გამორჩეს, მაგრამ იამეტრეველი. იცოდი რომ მაგას უეჭველი ყოდი. ისეთ თემაზე ვაპარაკობდით ახლა არ გამომდინარე. ხო, სოფლიო დონეზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული 4 ვთქვი ხო? აუ თანამედროვეებიდან ვიტყვი რა, ერთი რა. შანშე კენკაძე არის. ჩემი გუნდელი და ლოკომოტივი მეხუთეა და მიუხედავად იმისა რომ სატელევიზიოში ეგრე მკაფიოდ არ ჩანს მისი სიმაგრე გიორგი გვეტაძე არის ძალიან მაგარი რა გიორგი გვეტაძე ხო არის ხოლმე ხო იქ ანუ მე მგონია რომ სატელევიზიოში იმის ნახევარს დაავლენს რაც რეალურად არის რა მოკლედ ეხა რასადროდის შიდა სამზარეულოში ვინც არის ხედებით ხო ამ ტელეშოუ არის შირმა რა. მაგის იქით არის მთელი დაკაზაკა. ხო, მაგრამ მან როგორ ვერ ჩაიხედები თუ არ თამაშობს. მაგრამ ბევრი საქართველოში 1000-ზე მეტი ადამიანი არა, ვიცი, ძალიან ბევრი ხალხია ჩართული, ძალიან ის არის რაღაც, მაგრამ საშუალება სხვა არანაირი არ გაქვს. მან არის მადრიდის რეალი რა, მოკლედ ჩვენ ყავს ჩვენ მადრიდის რეალი, რომელსაც ქვია ჯაგერნაუტი, გვეტაძე, ბაქრაძე, ფერაძე, ნუ რაღაც მოკლედ საშინელი გუნდია რა. და არის ჩემი გუნდი თბილისის დინამო. დინამო ქვია რა ჩვენ. რომელმაც ბოლო 3 წელიწადში ორჯერ მოვიგეთ საქართველოს ჩემპიონატი რა და რაღაცა ეშპილკავებით ამათ რა. ამათ 10 ჯერ მოიგეს რა. სერიოზულად შეიძლება ნაკლებჯერ, მაგრამ ნუ აი, აქვე მე პირადად ჩემგან კითხვა ტოპ 6 რასადროდისელი ლოთი. აი, ლოთი ცუდი ნათქვამი, სმელი. აუ, ეგ მარტივი. ეგრევე შეგიძლია ხო? ეგ მარტივი. ვინც ჩამოთვალე და დავამატე ხა კიდე. შეიძლება იგივე იყოს მინუს ვინმე. ტოპი მაშინ იმით დავალაგოთ რა. აი, ყველაზე ტოპ 3 მითხარი მაშინ, ა. სმელი, ბევრის დალევა რო შეუძლია თუ რეგულარულად რო სვამს. კაი, მოდი რეგულარული არ გვინდა და ბევრი რომ ისაც შეუძლია ეგ ვთქვა, რა ვიცი, მაინც იქნება. ადამიანს. ოპა, აჰა. ბაქრაძე უეჭველი. სანძლეოები მაქვს მოგებული. კი, რასლაპარაკო. სანძლეოები ბევრს სვავ? ხო. მართლა. არ სვამ ზოგადად, მაგრამ თუ სვამს, ძალიან იშვიათად, მაგრამ ჩემაც მაკაცებმა იციან რომ ადრე რო გასაჭირი რო იყო ახალგაზრდობაში, ხო, თეთრებს რო შეაკოწიწებ და რაღაც სიყიდი რა. ჩემთვის არ უნდა მოეცათ ხოლმე რა. გასაგებია. გასაგებია ყველაფერი. პრინციპში მეც ეგრე ვარ. ლუცტო ვაფშე ყველანაირი ალკოჰოლზე. ჩემი საყვარელი ალკოჰოლი ვისკია რა. ვისკი. მაინც ვისკი. მომისმინე და ლუდი ხო, ის სხვათა შორის რაც ვისაუბრეთ, კაცში არ მოხდა და საინტერესოა. და არასოდეს გვიან შევიყვარა. გვიან შეგიყვარდა ლუდი და ეხლა როგორ თulis საკუთარ თავს არ მო. რადონეზე გევასება ლუდი. რადონეზე მევასება და სამეულში შეიძლება შევიდა. Facebook-ის ფოტოები. კი. ბაქრაძე არის მე ლუდის მწოდნე მაგდონის არ ვიცი სხვა. მე ვიცი რომ მაგრა ევასება ხო. 1000-ზე მეტი ლუდი აქვს შეფასებული.
არჩევს, აი ხა რომ მიუტანო იტყვის ამ 1000 და რომელია და ძალიან დიდი დამფასებელია ლუდის რა. ხო, მე თქვათ ეგრე კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ ნუ კაი ლუდი ნამდვილად მიყვარს და ის პროფესიონალურად ვსვამ, მაგრამ ცნობით ვერ თეორიულად ხო მოვიკოჭლებ რა და ჭკვიან ხალხზე ვისაუბრეთ წეგან და თამაში მქონდა თქვენთვის და საერთოდ ამოვიوارდა თავიდან და ტოპ 10 უნდა ჩამოთვალოთ, აი ტოპებზეც თემატურად გადავედით. გუნდი შევდორთხავ თავს იმას მიკროფონს. მოკლედ დამარცხებული დარდებს ერთ შოთ ვისკის და თემა ტოპ 10 ქვეყანა IQ-ს სიდიდის მიხედვით რა. სხვათა შორის აქვე გეტყვით რომ საქართველოს არის 21 ადგილას. რატო მითხარი? ბევრი ვერსია არსებობს ამ გამოკითხვის, მაგრამ ყველაზე ისეთი სანდო რომელიც იყო, იმას ვიყენებთ ჩვენ ამ შემთხვევაში. მოკლედ სტუმარს პატივს ვცემ. ყველაზე ისეთი. იაპონია არის მესამე ადგილას გვაქვს იაპონია. იმ პრინციპით მივაწვეთ რა წინაზე რა პრინციპიც იყო, მაქსიაში ამერიკა იქნება ალბათ. სამწუხაროდ გიორგიც ცებით და ამერიკა არ არის ამ სიაში. რისკიანი ვარიანტი, მაგრამ სამხრეთ კორეა. სამხრეთ კორეა არის მეორე ადგილს. ამაზე ნახი ეგ. ამის ვეცებდი. ჩინეთი? ჩინეთი არის პირველ ადგილზე. მე გიორგი. მე იმას ვეცებ, ბევრი ვინც არის. მოდი იყოს მალაიზია. არა. ზელანდია. მე-11-ია? ნორვეგია? აი, არა. არა, ამზიმედ ესე რთულად არ წასულა. სამხრეთ აფრიკა. არ არის სიაში? რუსეთი? რუსეთი არის მე-6 ადგილას და მე არ ვიცი. გაფუჭებული ისა. სომხეთი? არის სომხეთი, მე-8 ადგილას არის სომხეთი. პირველზე უნდა იყვნენ მაგათი. მაგითო ბოლომდე არ მეგონა. პირველზე რო ყოფილიყვნენ, უეჭველი მაგათი შედგენილია თქო. მე-8 კიდე ხო. ეგ რო არის ფიქრო, იმიტომ გადაწიეს ცოტა. სინგაპური. ნამდვილად მე-4 ადგილას არის, არა მე-5-ზე არის სინგაპური. სინგაპური? აი ეხლა მოგვაყვაზა სამი დალი. ვაუ. ოკეი, თუ გავმაზა სამივე ვსვავთ? ჩვენი გადაცემა ჩვენი წესებში. განა. მოხვედი განა. ვინა განა. განა ქვეყანა ხსა. აფრიკის კონტი განა არის ქვეყანა. თუ გავმაზა სამივე ვსვავთ. განა. ანუ განა არის. აკვე, მოდი გეტყვით მაშინ რაც ვერ გამოიცანით. მე-4 ადგილი იყო ირანი, მონღოლეთი იყო მე-7 ადგილას, მე-9-ზე იყო ავსტრალია, მეც ძალიან გამიკვირდა. ხო გითხარი რა რომელიღაც ქვეყანაა ძალიან გამიკვირდა. ავსტრალია იყო მე-9 ადგილას და მე-10-ზე იყო ესპანეთი. ესპანეთში ნამყოფი ვარ და IQ-ს ვერაფერი. IQ არ ეხარა. მე განაში ვარ ნამყოფი ბიჭო და არ ვიცი 112-ზე რა უნდა თქო. აი, ვისაც გესიამოვნებათ, შენ თუ სურვილი არანაირი პრობლემა არ არის, მაგას არ მოგერიდოს. ცოტნე დალევს შენ. მაგრამ ხო, დალევით არა აუცილებელი მიირთვა, შეგიძლია უბრალოდ ტრადიციისამე ერთი სადღეგრძელო სტუმარმა უნდა შემოგთავაზოს გადაცემაში. რა ვარ. საკულტო იუთუბერებად ქცეულიყავით თქვენ და ამის კვალად სრულიად ქართულ YouTube-ს გაუმარჯოს. შენ შემოგევლე, გაიხარე. გაგიმარჯოს, შენ გაგიმარჯოს და ანალოგიურად წარმატებები წინსვლა ყველაფერი მაგრად, კარგად და საუკეთესოდ გაუმარჯოს. ჩვენ მაყურებელს გაუმარჯოს. ჩვენ გიორგუნას აქ და ჩვენ ლალიკოს, ჩვენ გაბუს, ვენაცვალეთ ბიჭებო, აქეთ, იქეთ, ხალხებო, ყველა. აბა, და აბა ხო. და ჩემო ლალიკო, კიდევ ერთხელ და კიდევ რაოლჯერ გილოცავ დაბადების დღეს ჩემო ოქრო ადამიანი. 100 წელი, 120 წელი სულ ესეთი ლამაზი მეყოლა. მაგარ დღეს ყოფილხარ დაბადებული. ჩემო ქალბატონო ყვავების ბიჭო, ყვავების დღეს. გენაცვალე ლალიკო, წარმატებები აბა. ლეოპოლდ ბლუმის დღეს. წარმატებები ჩვენს YouTube-ზე, ძალიან გამიხარდება, დიძანებს ძალიან მეოსები და კაი საქმე. მე მომწონს რასაც აკეთებ და უფრო მეტი ხალხი თუ გიყოლებოდა რაღაც ძალიან კარგი იქნება. დიდი მადლობა. შენ როდის გაგდაბადების დღე? 12 ოქტომბერს. 12 ხაჩორს მაგ დღეს აღმოაჩინეს ამერიკა. ამითი ვიცი. მოდი ვნახოთ, აბა ეს ის არის. ნახე? მაგარია. 365 12 ოქტომბერს რატო უნდა დალიო? იმიტომ რომ აღმოაჩინეს ამერიკა ეხა იქნება. ნახო დაბა. არა, სხვა რაღაცაა ხო? ესე წერია ოღონდ ზუსტად რა. ინგლისელმა ტურისტმა სამზარო გემი თავის თავთან ერთად ჩაძირა. ჯიგარი. დასალევი მიზეზია. მედიკალური მიზეზი რა გინდა? ასულების სონები უნდა გახსნა სუფრა. თავისი გემი ჩაძირა ამერიკის ტერიტორიაზე. თავის თავთან ერთად ჩაძირა რა უცნაური ფორმულირება. რაღაცა ძალიან ისე. გემთან ერთად
ჩაიძირა არა, თავის ჩაძირა. თავთან ერთად ჩაძირა. დღეს გვაქვს განსახილველი თემა. მეგობრებო, ცოტა ისეთი. აი 10 ოქტომბერი ყოფილა საინტერესო მე. ფსიქიურად დაავადებულების დღე. შენი დღეა გიორგი. 10 ოქტომბერი შენი დღეა გიორგი. ცოტაც და ეგ არის. ნუ მაინდა-მაინც სახალისო თემა არ არის, მაგრამ საინტერესო იქნება ჩვენთვისაც და მაყურებლებისთვისაც. ისრაელმა და ირანმა დაცხო ერთმანეთსო, ესე წერია პირდაპირ თემაში და აქ ლალიკოს რაღაც ვიდეოც აქვს გამზადებული თუ არ ვცდები და ეს გენიალური ვიდეოა. ეს არის ლიბანელები, როდესაც უკანა ფონზე ის იბომბება ისრაელი და ესენი ძიან და ბღერიან იმას what the wonderful world. ეს არ ვიცოდი. ეს არის აი პროსტა რაღაცა, არ ვიცი, სამხიარულოა, სატირალია თუ რა არის, ვერ გამიგია და სანამ აქ თემაზე დავიწყებთ ესეთი შემთხვევა მოხდა, რომ ისრაელმა 5 გენერალი მოუკლა ირანს და აი ეს იყო ყველაზე გენიალური კადრია, როგორ მოკლეს ეგ გენერალები. ხო, წერტილოვანი. წერტილო ტიპს ეძინა საწოლში და საწოლში შეუფრინდა რაკეტა თუ რა სწია მაგას არ ვიცი, ისე რომ მეზობლებო ვერც გაიგეს ტიპი რომ მოხდა. ვიღაცას არ ეწერა კომენტარი? ის რო მე კურიერი ვერ მაგნებსო? ტიპს საწოლში გაარტყა. ამ დროინმა მომიტანოს ამიერიდან გაგზავნება მირჩენია ვიგრე. მაკდონალდსი შეკვეთა რომ ეს ბიჭო ესე გაარტყი იმენა საწოლში ჩაუწვინეს რაკეტა? წარმოიდგინე დაზვეროა. მაგრამ კი რაკეტებს ვინც ისვრის ყველას დიდი ვაფშე არავინ არ მევასება რა გინდა ეს იყოს გინდა რაკეტის რო გამოდი ვიხმალაოთ ძმაო ვისაც უნდა რაკეტების სროლები და რაღაცები ხო არ ვიცი დებილობაა ბიჭო არა ხო საშინელება ეხლა რა ყველაზე ცუდი რაც არის დიაში რომ ჯარისკაცი რო ხარ და რაღაცა აი კიდე ომში მიდიხარ რაღაცა იქ რაღაც რო ხდება გასაგები აი მოსახლეობა აი ძალიან ისე რომ იხოცება იქ აი არ ვიცი საშინელი კადრებია ხოლმე და საშინელო ვინც არ უნდა იყოს შეიძლება ვერ ვიტანდეთ იმ ქვეყანას მაგრამ ბავშვები რო ტირიანი იქ და ამ კადრებს უყურებ რა ერის არის და რა ბავშვი ყველა ბავშვია რა და ის საცოდაობა იმენა რა და ამიტომ ვერანაირი სამხედრო ოპერაცია რომელიც პერსპექტივაში კარგია ჩვენთვის ვერ არის ჩემთვის ნუ რაღაცა შეიძლება სტრატეგიულად გაგიხარდეს და თქვა რომ ნუ აი რაღაც გაწყობდეს რუსეთს დედაეტირება საბოლოოდ რაღაცა მაგრამ როცა იცი რომ ამ ნაბიჯებს მოყვება ძალიან ძიმე მსხვერპლი აუ რთულია რომ გიხაროდეს და კონცერტი გამართო და ვაშა დაიბომბა რაღაცა ვერ არა მაგრამ ნუ აი პროსტა რა გინდა რო ქნა ეგეთი არის რეალობა დღევანდელი რომ მარაზმში არის გადაქცეული და აი ნუ უბრალოდ რამდენად არის ეგ აქამდეც ყოფილა კონფლიქტები, მაგრამ ესეთი მასშტაბურები ბოლო პერიოდში რაც ხდება, მსგავსი მასშტაბები არ ყოფილა გაიხა. არა, იმაზე არ მაქვს საუბარი ხა, მე მეორე მსოფლიოზე და რაღაცა ავღანეთში იყო, ის იყო, რა ქვია, ჩეჩნეთის ორი ომი იყო, დღეს ჩემთან უბანში იყო ჩხუბი კიდე მაგარი. გუნდუშასთან უბანში ჩხუბი იყო. ხო და რა უბნელი ხარ? ვერ. მაგარი ჩხუბი იქნებოდა. სხვათა შორის ახლა იქ ვაფშე მაგარი რუსთაველზე იყო კიდე მაგარი ჩხუბები მომდე 90-იანებში ომები რო იყო 90-იანებში იყო ტანკები და ხო პროსტა ეხა რავი რუსეთი უკრაინა ომი არის გაქანებული და აქ ისრაელი ირანი თან პირველმა ისრაელმა იმას ქნა აუფეთქა ატომური პროგრამის ისინი მე სულ ფიქრობ ხოლმე მაგაზე რომ აი რეგრესირებს პროგრესირებს და რასაც მივხვდი უბრალოდ იარაღის ტიპები იცვლება თორე აი არაფერი არ იცვლება რა მაკუთხი ხო იმათ ეწერათ რაღაც Reddit-ზე არ ვიცი თუ დაძვრებით ხოლმე მე დავძვრები ხოლმე და ძალიან საინტერესო რაღაცები იჩნდება ხოლმე იმიტომ რომ ძირითადად რაღაცა უცხოელთა თვალით როგორ არის დანახული მოვლენები მაგას ხვდები ხოლმე რა და ტიპებს ეწერათ რაღაცა 90-იანების მოგონებაზე რომ რა ტკბილი დეკადა იყო 90-იანებიო როგორი მშვიდობიანიო პრობლემო და რაღაც ამერიკელების თოკის იყო რა ფორუმი და უცებ დაუფიქრდი რომ აი ამერიკელებისთვის რა არის 90-იანები არის რაღაც კაი ჯგუფები რაღაცა კონცერტი რაღაცა ფილმი რომკომები რაღაცა ისინი და ეგეთი გარემოა რა და ამ დროს ჩვენთვის რა არის? ამ დროს რა ომები მიმდინარეობს? ამ დროს ბალკანელებისთვის რა არის მაგალითად, ხო? რომ ეგეთი ადამიანური სისასტიკე რო არ დაფიქსირებულა არსად. ან რა არის მაგალითად, რავი, თუნდაც სპარსეთის ყურისთვის მანამდე, ხო? აი, მოკლედ რაღაცა ძალიან ის არის, საიდან შეხედავარი რა, თორე. შენ თუ კარგად ხარ იდოქში, რაღაც მაგ კუთხიდან შეიძლება ითქვა, რომ მშვიდობა არაფერი არ ხდება რაღაც. ხო.
ხო და ეგაც რომ ეხლა რო არის ეგეთი არ ყოფილა რავი გააჩნია ვისთვის რა გააჩნია ვისთვის და გააჩნია რა ხდებოდა პოლპოტის დროს და ისა ეგ რა არა მე უფრო რაზე მაქვს ხა იცი ამ შემთხვევაში საუბარი მასშტაბზე მაქვს და იმ ქვეყნებზე ვინც არის ჩართული ამ ყველაფერში იმიტომ რომ ეს რეალური რისკია და არ ვიცი თქვენ როგორ უყურებთ მაგრამ ჯანმრთელობა ლალიკო არ ვიცი თქვენ როგორ უყურებთ მაგრამ ანუ მესამე მსოფლიო ომის რაღაცა რისკები გაცილებით უფრო გამძაფრთ და ეხა როდესაც ესეთი ქვეყნები ჩაერთვა ანუ ისრაელი ატომური სახელმწიფოა რუსეთი ატომური სახელმწიფოა ირანს ატომური პროგრამა აქვს ირანი გადის ეხლა საერთაშორისო ხელშეკრულებიდან ატომური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ანუ რო ისროლო ხო მაგრამ ხო იცი ეგ როგორ არის გადის მაგრამ ეუბნებიან რომ არა არ გავაკეთებთო არა უბრალოდ იქიდან გავდივარ მაგრამ იარაღს არ ყველაფერი ახალი არის კარგად დავიწყებული ძველი რაც ჰიტლერის წინა პერიოდში ხდებოდა აი რანაირად გახდა ქვეყანა პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული იარაღჩამორთმეული წარმოების უფლების არ მქონე და ასე შემდეგ 20 წელიწადში 20 წელიწადში კი არა 33-ში რო ჰიტლერი მოვიდა ხელისუფლებაში უკვე სახელმწიფო დაიწყო რომელსაც ხო ისა ხო და რავი სანამ აქრო სამამულო ომს ეძახიან 41-45 მეგონა მთელი ბავშვობა რო იყო მეორე მსოფლიო ომი და მე გავიგე რომ 39-ში დაიწყო და მე გავიგე რომ 39-ში კი არა მანამდე იყო პოლონეთი და ჩეხეთი და ანშლუსი ავსტრიის და ასე შემდეგ ხო და იქაც ეგ ხდებოდა რომ აი ჯანდაბას ჩეხეთი დაიპყროს და სამაგიეროდ არ შეგვეხება მაინც იცი რა გერმანულენოვანი ხალხია იქ აი ხო ხდები რაღაცა ეხა რომ რუსეთს უტარებენ რაღაცებს რა ეხა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსულენოვანი ხალხი ცხოვრობდა და აუჭირს ზუსტად იმისი ზონაა პოსტსაბჭოთა ზონაა რაღაცეები ჩვენზეც ისა ხო ეგ დროს შანსი არაა რომ იმპერიული განწყობის მქონე ქვეყანამ თქვას რომ აო კაი всё აქ გავჩერდი მე ხო ეხა ეს ტერიტორიები და ბოლომდე მიდის იპყრობს რა თქმა უნდა თუ უკან დასახევი გზა არა აქვს იმიტომ რომ უკან დახევა ნიშნავს რომ ენ ხო რეალურად მართველები და ისინი მათი ახირებაა ყველაფერი და უკან დახევა ნიშნავს ავტომატურ სახის დაკარგვას და წაგებას ყველაფრის საერთოდ რაც გააჩნია ცხოვრების ჩათვლით და просто საბედნიერო თანამედროვე რუსეთი არ არის ჰიტლერის გერმანია რომელიც უმაგრესი წარმოება იყო და სამრეწველო ქვეყანა იყო. ძლიერი ქვეყანა არ არის, ანუ ძლიერი რა, ძლიერი როგორ არ არის. ბიზნეს სამ დღეში შევლენ კიევში რა. დედას უტირებენ ეგენი. ხო და ეგეთი კიდევ კარგი არ არიან და კიდევ კარგი გაქანებული კორუფცია აქვს და გაყიდულია ნახევარზე. ისრაელი ირანის ომში რომელს ბალეშიკოვთ თქვენ რომ მითხრათ? ნუ არ ნებისმიერ ომში. შემში ნიჩი პრე, ერთი პრე. არანაირად არ მინდა რომ მე ვარ უბრალო ხალხის გადარჩენისკენ როგორ ჩვენ აღნიშნეთ რა. თქვენც პრეს ბალეშიკოვთ? თუმცა პოლიტიკურად რა თქმა უნდა მირჩევნია რომ ირანის ეს რეჟიმი განადგურდეს. იმიტომ რომ საშინელი რეჟიმია. ჩათლახი ხალხია. მაგრამ ხო, ნუ რა არა თავის ქვეყნის თემაში ახლა როგორც უნდათ ისე უნდა იყვნენ. მე უბრალოდ მინდა რომ საღმა აზრმა გაიმარჯვოს და გაიმარჯვოს სიკეთემ ხალხის თემაში რა თორე ახლა. მე მაგ თეორია როგორ მოხდეს ეგ? დავაი და იქნება ჩვენ გადავარჩინოთ ეს სოფლიო. ანუ არა, ერთადერთი, მე აი რა ვიცი, ისტორია მიყვარს რა, ვსწავლობ რაღაცა და ვაპირებ რომ ვიკვირდე. ჰიტლერსაც ჰქონდა მშვიდობის თეორია, მაგრამ აი ეგრე არ წავიდა როგორც უნდა და ალბათ. მშვიდობის თეორიები ხო რა, ორნაირია ხოლმე რა. ერთი არის რომ მშვიდობა იქნება იმ შემთხვევაში თუ ყველაფერს დაიპყრობს ვიღაცა და всё მშვიდობა და მეორე არის თუ ბალანსი, ძალთა ბალანსი, ანუ იმდენად ძლიერი ორი გამოკვეთილი პოლუსი. თან სამი არა, სამში მშვიდობა აღარ იჭდა, იმიტომ რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ერთი მეორეს დაუზავდეს და მესამეს დაარტყა. ორი პოლუსი ძლიერი, ცივი ომმა რაც გამოიწვია მშვიდობა რა, რომ არც ერთი არ ბედავს და საბოლოო ჯამში მშვიდობა. საქმეში ხო. მე მაგ მესამე ვარია, მესამე გზა. ერთადერთი შანსი რომ დედამიწაზე მშვიდობა დამყარდეს, არის რომ უცხო პლანეტელებმა შემოგვიდიონ რა. და ჩვენ გავერთიან ხო რა, იმიტომ რომ აი სხვა მტერი რო გაიჩიტება, ადამიანი ხარ, ადამიანი ვარ. ნაცვალია და გეთანხმობ. რაღაც მესამე თვალი არ მინდა ეგ ისე მირჩევნია რაკეტები ვისროლოთ. არა, სხვადასხვა უცხო პლანეტელები რო გაიჩიტონ და აი გამოვიდნენ კონტაქტზე და რაღაცა, აქ უარესი ომი შეიძლება ატყდეს. რატოში? რო აი წვილია და სიმართლეა და ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა და აი რაღაცა ისინი რატო თუ მოვიდა შეჭერ დაგელაპარაკა და გაიჩიტა და გადმოგხედა ტყუილი როგორ არის. მე ხშირად ადამიანები ყველაფერი ტყუილი გონია ამ ხალხს და ეხა რო მაგალითად ხო რაც არ უნდა მანახო თავიდან ყველაფერში შევიდა პირველივეზე ვიფიქრე სანამ არ იჩიტება სიმართლე გონია ყველა. ვისაც სიმართლე გონია რო გაიჩიტება მე არა ეგ არა.
იმიტომ რომ სხვანაირი წარმოედგინათ. ადამიანებთ ისეთი იმედგაცრუებული ვარ ხოლმე, აი განსაკუთრებით ამ ომების პერიოდში. მე რო ფიქრობ ხოლმე, რომ აი მართლა უცხოპლანეტელები რომ მოვიდნენ, იმენ დედამიწის მოღალატე გავიჩითებით. მოდით ძმებო. მაგარი შევოდ ჯიგრები. მაგრამ ისე უსმენდი, მეთქი ვაი ხა რაღაც ისეთი. ეხა იტყვის რომ მესმე მაგ მესმე. უცხოპლანეტელები გვიშველიან. შენ საგარეთა ხო არ იყავს ან ბოლო დროს სტუმრად. აინშტაინის სიტყვები რო არის, რა ქვია, მაგას მესამე მსოფლიო ომი არ ვიცი რა იარაღით ჩატარდება, მაგრამ მეოთხეში ჯოხებით ვიომებთო. თქვენ იცით რა ქვია რუსეთის ატომური პროგრამის პორტფელს? შავი ჩემოდანი. აი ტიპი რო დაყვება ხოლმე. ჯოგი ყოველ წამს რო ჯოგი არის ჩაშიფრული ამის. ის რა ქვია? რა ყოველ წამს გავა. არა, იმ კოდური სახელი აქვს. ცნობილი ოღონდ. პიტალო. ესაც кайვერცია არის, ჯობდა დაერქმია. განკითხვის დღე. რატო დაარქვა? განკითხვის დღე მეც ვიფიქრე. განკითხვის დღე. ყაზბეგი ქვია. ყაზბეგი? კი. ყაზბეგზე აქვთ? კაზბეკ. ყაზბეგზე აქვთ ის, რა ქვია, ბუნკერი უეჭველი პუტინის. თოფაძის არის. მაგის მეშინია მართლა ბაკედან თუა გასაშვები ძალიან ცუდია. თოფაძის. სანაპიროზე. ხო, მაგედა გაიხსნება. ეოზს რო წლავენ. უცებ რო იხსნება. თოფაძის არის ძალიან კაი. ეხლა გვაქვს კიდე ერთი თამაში, ოღონდ მარტო შენთან. თამაში რა? კაია. ესეთი ის გვაქვს გუნდი შეერთის არსა მიარყია. ხო, მოკლედ გაქვს 15 ლარი, იქნება 5 კატეგორია, თითო კატეგორიაში იქნება 5 ლოტი, ლარიანი, 2 ლარიანი და ესე შემდეგ. და უნდა აირჩიო ამ 5-დან 1, უნდა იყიდო. ჯამში არის 5 კატეგორია, როგორც გითხარი და ეს 15 ლარი უნდა გამოიზოგო და შეიქმნა საუკეთესო პირობები მესამე მსოფლიო ომისთვის, გადასარჩენად. რა ტიპის ომი იწყება მესამე მსოფლიო? ну აი არ ვიცი, მაგრამ ალბათ რაღაცა საშინელება რა და პირველი იქნება ვინ მიყავს თავშესაფარში. პირველი 1 ლარიანი არის მეუღლე და შვილები. ბოროტის არის. ცუდი თამაში. ძალიან ბოროტა დაიწყო. წრემლით რომ ძალიან ბოროტა დაიწყო. 2 ლარი მეუღლე და შვილები და მშობლები. 3 ლარი მეუღლე, შვილები და მშობლები და ბიძაშვილები, ბიძაშვილები და შვილები. მეოთხე არის ყველაზე მოჩამოთვლილი პლუს მეგობრები და 5 ლარიანი არის ყველაზე მოჩამოთვლილი პლუს საყვარელი შინაური ცხოველები. ცხოველები უცე უყურზავას 5 ლარიანს აიჭერა. ადამიანის გადარჩენაზე მნიშვნელოვანი რა არის პრინციპი? 4 ლარიანი გაუშვი. 4-იანი. კი ბატონო, აი არავინ არ დატოვა. რა არის ცხოველებიც იქნება და იმიტომ რომ საკვები იქ საჭირო იქნება მერე. გაითვალისწინე რომ მეხუთე რაუნდში შეიძლება მწვადი იყიდო, მაგ 1 ლარით ბოლოს. ასე რომ ხო, მაგრამ მეხუთე რაუნდში შეიძლება მწვადი გააკეთო. შემდეგი არის თავშესაფრის ტიპი. 1 ლარიანი. თავისივე ბინაში, ანუ შენთან ბინაში იქნება. 2 ლარიანი. ომია, ხო? წყნეთში აგარაკზე. 3 ლარიანი. დიდ მოლში, 4 ლარიანი სოფელში და 5 ლარიანი ბუნკერში. მაგრამ აქ მოცემულობა არის როგორც მივხვდი რომ ყველგან გადარჩები, ხო? სადაც არ უნდა გააკეთო. ან ჩორტი უზნაეთ? ყველგან გადარჩები და კომფორტის ამბავია თუ სულ მინდოდა წყნეთში აგარაკი მქონდეს. ანუ წყნეთში აგარაკზე? ეს 2 ლარა წყნეთში აგარაკი დაობდა. უეჭველი. არსან გაგაგებინებენ. არ არის გასამაზი. ეს 6 ლარი წავიდა შენი ბიუჯეტიდან და გადავდივართ შემდეგ კითხვაზე. თავის გადასარჩენად რას წაიღებდი, ესე რომ ვთქვათ რა. ლარი, დანა და ანკესი. 2 ლარი, დანა და ანკესი პლუს რუკა და წიგნები. 3 ლარი, ამ ყველაფერს ემატება პირველადი დახმარება, 4 ლარი ემატება ავტომატი ვაზნებით და 5 ლარი ელექტროგენერატორიც ემატება. იქ ჯარი დაგადგა თავზე ერთი ავტომატით არავის მოჭამა, ხო? ასე რომ დანა და ანკესის გადარწყვეტს. ანკესის გადარწყვეტს ჯობია მაინც. შეწინააღმდეგებას დიდად აზრი არ აქვს რაღაცა უფრო ალბათ ცხოველს. ჯობია რომ ითევზა უცებ და ვითომ არაფერი და გაგიბლია. ვიდო რაღაც თუ დიდი თევზი გამოგდოს შემოარტყა. ანუ ვითომ შენ ხარ თევზი. დაიტრიო ანკეს. ციგნები და რუკა რო გამოვაკლო და ის დავამატო მერე რაც არის. არა, გენაცვალე. მესამე რა.
მესამე, ესე იგი, დანა, ანკესი, რუკა და წიგნები და პირველადი დახმარება. შვენიერი ის არის. თან წიგნებში ყველაზე კაი რა არის, იგულისხმება ბევრი სხვადასხვა წიგნი რა, იქ გადავარჩეთ, როგორ გავაკეთოთ გენერატორი, როგორ გავაკეთოთ ავტომატი და ვაზნები. გავაკეთოთ ოპერაცია. როგორ ვესაუბროთ ჯარისკაცებს რაღაცებს შევუკეთებ ბუხარში და ხო, პრობლემა არ არის. საჭმელი. ხო. ლარი, წყალი და პური. 2 ლარი. წყალი და პური პლუს ბრინჯი, მაკარონი და ესე შემდეგ. ხო, რაღაც ეკეთებ. ბურღულეული და მსგავსი რაღაც. ახში წყალი არის. 3 პლუს კონსერვები, 4 ლარი პლუს წვენები, სოკები და 5 პლუს ალკოჰოლი. ნუ მე 5 ლარი გაიქნება. ის რა ქვია, წინაზე ანკესის ხო უკვე აიღე. კიტო. ანკესი აიღე უკვე კონსერვები რა გინდა რაღაცა. 3 ლარიანი რა. 3-იანი? დაგჭა 3 ლარი. გასართობები. ლარი. რასად როდის ის კითხვები? რაში დავიტოვე ფული? საწყალი ცხოველები. ნუ ეს მუღალატ ეს ცხოველები გავწყვიტე. ეს რასად როდის ის კითხვები? ლარით მეტი და 2 ლარი. შუქი არა მაქვს პლუს ახში და კარტი ემატება 3 ლარი. კარტს გააკეთებ. დომინო ნარდი და ჭადრაკი ემატება. ნუ 4 და 5 ლარის საკითხვა აზრი არა აქვს დიდად, მაგრამ ხო. გულირაზე დაწყდეს რაზე შეიძლება PlayStation-ზე 4 არის? ხო 4 ლარი არის board game-ები და 5 ლარი პლუს PlayStation-ი დაემატება და ამოყრებს. მაგრამ გენერატორი შენ არ რო შევცვალო არ შეიძლება ეხა? რა უნდა არა. ან PlayStation რო დავდო და ის ბიძაშვილი ბიზნესშვილები რო დავტოვა და გენერატორი და PlayStation-ი რო წამოვიღო. შვენიერის გამოვიდა რა, მოკლედ ბიზნესშვილებთან და მე სანათესაოსთან და მეგობრებთან ერთად მიდის წყნეთის აგარაკზე, აქვს თან დანა, ანკესი, რუკა, წიგნები, პირველადი დახმარება, წყალი, პური, ბრინჯი, მაკარონი და კონსერვები და 3 ლარიანი რა დამრჩა? დომინო, ნარდი და ჭადრაკი, კარტი და რასად როდის კითხვები. უფ, ჯიგარი დასვენება გაიჩიტა. აი საკურორტო დასვენება გაიჩიტა. ბიზნესშვილებში არ გაწვალე PlayStation-ი? აი ისინი რო ავიყვანე აღარ გამოდიან იქიდან. წყნეთში არიან უკვე. ლარი, ეს არის ქართველი გოგონა, რომელიც გააბრაზეს, ხო? მიდი გააჩვენე ამ ვიდეო. შენა მოხედით შენ აი. რა მომედი, მოდი აქ ერთი მითხარი რა, რატომ უნდა ისროლოთ, ბიჭო? თქვენა გაქვთ მარტო იარაღები? მოდი, მაიტა რა გია ნამო. წადი არა, შენ წახვალ აქედან. აი, ქალბატონო. რა ქალბატონო, ბიჭო, ჩემი შვილი გარეთ გამოვიდა და აქ ისრით იარა. რა იყო, როცა მერე რატომ ებით ეს ხალხი მითხარი? ვინა კაცო კი არა, თუ ცეცხლე ერთი შენ გაჩვენებ. მე უნდა ცეცხლე. შენ უნდა ცეცხლო ზუსტად. თავი რა კაცები გონია და აიქოთ გეხავთ და ქალები რო დადიან და რო ისვრით. ნამუსი არა გაქვთ მართლა. მე მეუბნები იყავს. შენ გეუბნები კიდე გამერიდა თორე შემოგარტყი ახლა წე. გიხუია სი. გიხუია კი არა ცეცხლავე. შენო ხე. შვილი კი არა ვისი შვილიც გინდა აიქოთ. გაეთრია შენ. ისი შვილი გაეთრია ბიჭო მან არ მომიყვანო თორე შენ მართლა. ბოხიშვილები მოვიდნენ აქ და პარპაშობენ. დედებს როცა რავენ, მაგაზე რატო არა გაქვს პრეტენზია იარაღს რო ისვრით, ა? შვილებო თქვენ. ამათ უყურეთი, ამოვიდნენ ყელში უცბად გაპლატავებული ნაგვებო თქვენ. სულ ყველაფერს შვილებო. ან ნახე ბიჭო, კამერა არ კარგად იღებდა. კი. აუ, ეგეთი პასუხი ძმაო პირველად გავიგე მაგას. იუთუბერი. შესანიშნავი ადამიანი. ახლა რასაც მივხვდი, ვიღაცა ჩუვაკები გავდი ისროდნენ იქ. სვავდნენ საცხოვრებელ ტერიტორიაზე სადღაც ალბათ. არა, სად ხდებოდა იქ ქალაქში ხდებოდა თუ არ იცი ხო ტერიტორიულად სად? ნუ პიტალოები. რაღაცა აქცენტი, რაღაც ყახური ის იყო აშკარად. ნუ არ ვიცი. ეგ როგორ არ დამთავრდა, რომ გამოხვე. ხო მოხდა 1000 უაზრობა მოხდა რაღაცა. ცხერპლია რამდენი მაგაზი. ვიღაცის ანუ აი საშინელებაა დაანებე თავი რა. დამთვალები. აი ძმა ცაში ვისვრი და
არ არის მაგარი ტიპობა, არ არის მაგარი კვერცხობა, მაგარი ტიპები ხარ, ცოტა არა ჩვიდათ რო ხართ. ეს აგრესია და სროლას არავინ არ გეშლით ხალხო, მაგრამ არსებობს მაგისმის ადგილები, სადაც უნდა გახვიდეთ. სროლა ძალიან მეუასება. ხალაგარეთ, მის მაგრამ იყო. ჩახვიდეთ და არის სპეციალური მოწყობილი ის რა ქვია, ხალაგარეთ რაღაც ტერიტორიებიც არის. ღია სასროლეთებიც არის დახვეული. სპეციალურად გაკეთებული. ასეთი იარაღი, ისეთი იარაღი. ეუერის სროლი. სროლე გაერთი მიზანში გაარტყავ გაგიხარდება. მარტო ის ხო არ არის უსაფრთხოების ნორმები და ყველაფერი უნდა ხალა დაიწყო. მართლა ბიჭო ის არის რა, უმუბანოს თამაშობენ აივანზე იმაში. წინ რო корпуსი გაქვს, თან ეხლა როგორ არის корпуსები ჩალაგებული, ხედავ მეზობელს ისედაც. აუ ხო. ხა ბიჭო კი რო გადააგდო შეიძლება გადაწვა ვიღაცა შემიძლია ისე არის რაღაცა მოხდა. მე და კრანი დამჩათ. ხა ბიჭო კი წარუნდა გადააგდოთ ისე. ჯანელას რო ამოუშენეს, ხო იცით ისა რა, არ ვიცი მოუყოლია თუ არა იგამბავი, მაგრამ ის რო იყიდა корпуსი, корпуსში ბინა რო იყიდა, კაროჩე ძალიან ისეთ პირობები იყო, რაღაც პირველი სართული იაფიღირს, ზედა სართული ძვირი, იმიტომ რომ ჩანს ყველაფერი. ხედი და რაღაცა და ერთ რამდენიმე წელიწადში წინ და რაღაც 5 მეტრის რადიუსში ამოუშენეს корпуსი. აუ არა საშინელება. გაეჩნდა კეთილი რა და რაღაც ფილმების გასაშვებად ვიყენებო უკვე ისეთ მეზობლის იმას კედელს. გენიალურია, ეგ თბილისში იმენა კატასტროფა ხდება. ხო და ამ ვიდეოზე რაც მინდოდა კიდე რომ მეთქვა რომ ეხა ეს კალი ხო მივიდა და ნუ ჯერ საღოლმაგის ვაშკაცობას და რაღაცა ყველაფერთან ერთად და მე კიდე აი მე მინდა ეხა შვილიც გინდა იმის იყავიო აი გავგიჟდი მაგაზე. სურვილი გამიშდა რომ ამ ქალს ქონოდა იარაღი. ხო და გავიდა რომ აი ამას დაიყო. ამას უნდა დაეშვა. საღოლს მაუი იმენა აი ეგრე ბიჭო უნდა წარმოიდგინე რა დონეზე უნდა შეწუხდე ზოგადად შეწუხება კი არა საშინელება რომ გავარდე ესე და ვიღაცას ესე აგინო თან ხალი რო ხარ და აი ხალი ამბობს რომ ბავშვი იყო აივანზე გამოსული და თქვენო ისურით გული გაუსყდა ადამიანს შვილი მართლა რო ქონოდა ალბათ ეხა აი და წარმოიდგენ ჩაუწუვილა ალბათ ბავშვი და ხო გადაეკეტა რაღაც ხო ვერაზე რო სროლა იყო გახსოვს იქ ვარნორიაში გოგებაში ვერაზე რო სროლა იყო ძალიან ანუ ძალიან ბევრი გოგებაშულზე ის ერთი წლის წინ წელიწადნახევრის წინ თუ რაღაცა ის იმასაც ვიღაც ტურისტსაც მოხვდა და ერთი ტიპი მოკვდა ისე ჩემი შვილი ბაღში სადაც დადიოდა ზუსტად არის 100 მეტრში. და ქუჩაში წარმოიდგინე ესე ნიკორასთან რაღაცა მიდის ბაღ-ბუხ და რაღაცეები ჩემი ის მაგრად მეშინია. რო გავიგე იმენა აი რავი ფერი გადამივიდა თავიდან მჭ ძალიან აპასნია ეგეთი რაღაცები არ შეიძლება და რა როგორ არის ამდენად უკონტროლო ის რომ ყველა ვისაც სადაც უნდა იქ ისურის პროსტა აი ჯერ ეს იარაღის გამოცდაზე ის რო არის ანადირო თოფს რო იღებ და 15 კითხვა რომ ჩააბარა ხო სასაცილოა მართლა სასაცილოა იმიტომ რომ არ ჭირდება ის წერია რა ქვია დატენილი იარაღი უნდა მიუშვირო თუ არა ადამიანს არ უნდა მიუშვიროთ ვიცით ისედაც რაღაცა გართულებოდა ის ტესტიც უნდა ჩააბაროს აი სიკო ჩავაბარე სრულიად მოუმზადებლად აი სრულიად ივედი რომ მეთქი პროსტა უნდა ვცადო თქო რა რომ აი ცდი რა ჩავაბარე და ისეთი კითხვები იყო რომ ანუ ლოგიკა იმარ უნარები ხო ელემენტარული არ ბიჭო არ ჭირდება უნარები მართლა ისეთი რაღაცეები წერია რა იარაღი შეიძლება გადასცე ვიღაცას არ შეიძლება დატენილი არ შეიძლება ნესტიანში დავდო არა ტყვია გადაიღო ბავშვისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს არ უნდა იყოს ეგეთი რაღაცა უნდა არა ისიც ფსიქოც და ისიც კიდე ის არის პროსტა 20-იანი ხაღალდია აი მაგაზე მეშნობა მაგის მომიდოდა ვიღაცას არ შეიძლება აძლევდეს ზოგადად ეგრე არის მიდი ხარ და ჯამთელი ხარ შვილო კი ჯამთელი ვარ აჰა 15 ლარი გადაიხადე შემოსასვლელში რა უბედურება ეს შეიძლება ეს თემაც ვიღაცას სათავისოდ ესმოდეს და აი მე კარგად შევამოწმე მე ხოდა უფრო ძვირს გადავახტევინებ იყოს ბიჭო არა პირიქით ვაფშე ალბათ ფასიც არ უნდა კონდეს მაგას იმიტომ რომ თუ აბარებ რაღაცას აბარებ რა პროსტა პირველი ნაბიჯი ხო რთული უნდა იყოს ან მინიმუმ რაღაცას უნდა გადიოდე ოდნავ მომზადებას ანუ იარაღი არ არის ის რა ქვია ესე აიღო და ყველას კონდეს და არ ყველას შეუულია ვაფშე რამდენი შემთხვევა ხელში რო გაუვარდათ რამდენი შემთხვევა ვისას ან დაშილისას გაუვარდათ ხო ისე არა რაღაცა დარღვევა წესის დარღვევა ეხა მე რო ვარ სასრულად ნამყოფი სადღაც რა იქ აი როგორ არის აი ყველა ერთმანეთს ასწავლის რა ეს ესე ვქნათ ეს ისე რაღაცა აი იმაში არ ვარ არასოს ნამყოფი რა ქვია იმენა სასროლეთში რა ის ვიღაცის ქვეშ რაღაც იქ უფრო ხო რა იყო ყველა ერთმანეთს ასწავლის რაღაც ესე არის იმ ისეთი ის არ არის რა
ძალიან განვითარებული და რაღაც და ამის ფონზე რომ ეს სფერო განვითარებული არ არის ყველას იარაღი აქვს ვაფშე იმისაც არ ეზარება ყველა შეუძლია რომ სახში კონდეს ესა და გამოვიდეს აივანზე და აბრახუნოს კი არ შეიძლება რამდენი ის უნდა მოხდეს რა ქვია რომ რაღაც ცუდი ამბავი და უბედური შემთხვევა ამაზე რომ ვისწავლოთ ამაზე ჭკუა არ ვიცი როჯო არაფერი უბრალოდ უნდა იყოს თუ გაქვს იარაღი პასუხისმგებელი უნდა იყოს რა პასუხისმგებლობა ის გრძნობა უნდა კონდეს მაღალი შენახვის წესის უნდა იცოდე გამოყენების წესის უნდა იცოდე და სად უნდა ისროლოდა აი ხა ვისაც ესაგინებდა და ვინც ისროდა შუა ქუჩაში ну ეხა მაგას რა პასუხისმგებლობაზე უნდა ელაპარაკო. ეხა არ ვიცი რა, შეიძლება ვაფშე არც უსვრია და ეს ყველა იგინება, ხო, წინა მოცემულობა, ხო არ ვიცი რა ხდება. მე საფეთქებდი ბომბაჭკებს აქ. არ ვიცი. არა, პირობითად ვამბობ, ხო არ ვიცი რა არის, მაგრამ ან ესე აკეთებ. ფაქტია რომ დაუცან მაგას. მაგარი თითები. ხო და ფაქტია რომ მსგავსი რაღაცები ისედაც ხდება რა, და გასაკვირი არ არის და აი უცებ რო გესმის ეხა ის რა ქვია, ამ ქალის ისა. პირველი ხო წარმოგიდგენ რომ იქ მართლა ისროდა ვიღაც და არ უშვებ გონებაში იმას რომ სხვა რაღაცა ხდებოდა. იმიტომ რომ ეგეთი მოცემულობაში ვარ. ნამეტანი გამწარებული იყო და თან არც გაიკვირდა. ხუჩის ანგარიშტორება რამდენი გახსოვთ ბოლო დროს? აი ძალიან კვირა არ დავარო, არ წავიკითხო, სადღაც ტიპებმა ვიღაც ჩაცხრილეს და დაჭრეს. ან საშინელება არის. მე რა მაინტერესებს? ცოტა ისეთი აი ჩავწაბო სიტუაცია რა, ისეთ ჩაძაბული. აი თქვენ მაგალითად ყველაზე პოპულარული იუთუბერები ვინც ხართ? თუ იაზრებთ პასუხისმგებლობას რამხელა გავლენა გაქვთ ბავშვებზე მაგაზე თუ ფიქრობთ იმიტომ რომ მე რატო გეუბნები ნახე ხშირად მე თვითონაც მაგალითად ციგნების თაროს კონტექსტშიც არ მიფიქრია რომ ვიღაცაზე ბავშვებზე კი არა ვინმეზე რამე გავლენა მაქვს არაფერ რა შუაში ვარ რა გავლენა მე მაქვს და მე სადღაც რეგიონში შემხვედრია ერთი ბავშვი თუნდაც რომელსაც უთქვამს რომ აუ მე ციგნების კითხვა დავიწყე რომ მე ციგნების თაროში ვითამაშო და უცებ მივხვდი რომ ბავშვის ცხოვრება რაღაც პონჩი შეიცვალა იმითი რომ მე რაღაც გადაცემა მიმყავს რა. ხო და დღეს იმის რო ვამბობთ რომ YouTube-ს ძალიან ბევრი ბავშვი უყურებს, მართლა ძალიან ბევრი ბავშვი, ჩემი შვილებიც უყურებენ და რაღაცა და უფროსები მით უმეტეს და ძალიან ბევრი უყურებს და ეხა აი თაროელები, ციგნების თაროში რომ მოდიან ბავშვები, ეგერ დაახლოებით 15-დან სტუდენტ 21 წლამდე ვინც აქტიური თაროელები არიან, ხო? ძალიან ევასებით ყველას და YouTube ქართული YouTube-ს ძალიან აქტიურად უყურებენ. ეხლა ვიღაცაა რომ მკითხეს რომ რაღაც სად მიდიხარ და რომ უთხარი რომ აი სამარილეში მივდივარ და რაღაც მისაყოლებელში ისა რაღაცა ვაი რაღაცა ლუდისაც ამოგვიღე და რაღაცა ეგრე მოკითხვა აქედან ხო რა და ძალიან უსწორდებათ და აი რაღაც თქვენი ფრაზები აქვთ რაღაცეები აკვიატებული რაღაცა პერსონაჟები მუღამები ისა და მოკლედ რაღაცა გავლენები გააქვთ. რა თქმა უნდა, ხო, მაგის გარეშე ვერ იქნება. ხო გააქვთ. ვიღაცებს კიდე შეიძლება მეტად აქვთ, ვიღაცას სხვა კუთხით, ვიღაცას სხვა კუთხით, მაგრამ რაღაცებს იმეორებენ ეს ბავშვები, რაღაცას უყურებენ. თქვენ რო იტყვით რაღაცაზე, რომ აი ეხავს მაო და თან YouTube-ის მუღამი რა არის? იცი რომ რა ვიღაცის დაწერილი სცენარით არ ბაზრობთ, ხო? ანუ ძალიან გულწრფელი არის რა, რეკლამაში გულწრფელი. ლალი სცენარის გარდა. Apart from Lalis თუ რამე დავაშავეთ Lalis დაშავებულია იცოდეთ წინას. ხო და არა იდეაში მე რაღაც მაგიტო მევასებით რომ არაშავებთ ძირითადად, მაგრამ გავლენას თქვენ თვითონ თუ ამუღამებთ მაგ პასუხისმგებლობას. ხო, არ ვიცი. არა YouTube-ს რა თქმა უნდა აქ ძალიან აქ თან რა გავლენა რაღაცეებზე. ძალიან ბევრი უყურებს და დიდი თუ პატარა უყურებს ხო და ძალიან ბევრი. მე პროსტა მაგას უბრალოდ უყურებს არა, ანუ რაღაცა როლ მოდელებს ქმნიან რა თავში. მე მაგაზე პასუხ შემიძლია იქიდან გაქცე რომ ანუ ხალხთან ვისთანაც შეხება მაქვს ხოლმე ვიღაცა რო გწნობს ქუჩაში სურათის გადაღება უნდათ ეხა იქ YouTube ლიგაზე ძალიან ბევრი ბავშვი მოვიდა ხელმოწერები ის რაღაცა არ მგონია რომ მაგაც ცუდ მაგალითს ვაძლევდეთ იმ პონჩი რომ ძირითადად სპორტული რაღაცეებით ვარ დაკავებული ცოტნეს ეცნება იმიტომ დიდები რო გაიზდებით, გუდი კარგია მერე. ძალიან კაია. ხო და არ მგონია რომ ცოტა პირიქით რავი. მგონია რომ კაი სასტავი არის, ვინც გაჩითულია YouTube-ზე და კაი ხალხს უყურებენ, ეგრე მგონია და ცოტა თავისუფლებას უფრო დაინახავენ ამაგისგან და თვითონ როგორ ანუ მაგას ისწავლიან უფრო თვითონ როგორებიც არის ესეთები უნდა იყვნენ არა დავარცხნილი და რაღაცა რასაც ჩვენ უყურებთ. არა დიდაქტიკური, რა თქმა უნდა, ეხლა თქვენ რო დაждდეთ და გადასამოში მოდი ორჯერ ვახსენოთ რომ ეს სროლა ცუდია რაღაც სამჯერ ვახსენოთ რაღაცა, არა, მაგრამ ეგ ბუნებრივი რაც თქვენში ისედაც არის, რაც მე არა, არასწორად წაიკითხე რაც წერია. მოიცა? ეხლა თქვენ დაждდეთ
მაგრამ მე რას ვაწვევ, იცი რომ უფრო მეტად გამოამჟღავნეთ ეგეთი რაღაცები, იმიტომ რომ აი თუნდაც ხა ამაზე ვილაპარაკეთ, რომ ვიღაცამ ისრო, ხო, ძალიან ბუნებრივი თემაა, ვიღადავეთ ისა, მაგრამ ვიღაცისთვის უკვე ეგ თემა იჩითება, რომ აი ხალხში სროლა. ხო, ხდები რა. არ შეიძლება და დაფიქრდება მაგაზე და ვიღაცა ბავშვებისთვის ზროსლი ძმები ხართ რა. ხო, მესმის. აი რაც ჩვენთვის იყო ზროსლი ძმები, რომ არ გინდა შენ ახლა ჩემი ცხოვრება გავიფუჭე, მაგრამ შენ არ გინდა მაგას ნუ გამოცდა ხელოვნებოდა ხო რაღაც ეგ დუხი ხო იყო რაღაცა რა რომ კი ესა ყველაფერს გასწავლის ქუჩას იმას ამას მაგრამ არ გინდა რა აი ბავშვობაზე და ბავშვებზე პირველი ლაპარაკეთ და ახლა გავიგოთ როგორი ბავშვობა ქონდა ალექსანდრეს ეს საინტერესო თამაში გვაქვს თუ არ გინდა შეგიძლია დავე კომდიდარი ყავით ხარები მოდი ეგ უნდა დავადგინოთ სულ რაღაც 8 კითხვით და უფრო მეტი 4-ზე მეტი თუ იქნება დიდარი ხარ 4-ზე ნაკლები თუ იქნება ჩვენიანი ხარ მე ვიცი მაგის პასუხი ჩვენ ღარიბებში ვართ ორი დიდარი ყავდა ხო ტატო ბაციკაძე და ნანკა აგვარი ჯერჯერობით დანარჩენები ჩვენიანები იყვნენ არა ისინი ჩვენიანები არიან მაგრამ საკუთარი საძინებელი თუ გქონდა ბავშვობაში აია საკუთარი საძინებელი ბიჭი ერთი საპირფარეშო გქონდა სახლში თუ მეტი ერთი როჩოკა საკუთარი საძინებელი არა ბიძაშვილ მამიდაშვილებთან ერთი მაგითო ტოვებდა მე ლოჯიში მეძი ვაფშე რა საძინებელი დიტო საკუთარი მოინდომეს ვაფშე არ იყო საძინებელი შენ სახს დასრულებული სარდაფი თუ ქონდა ან სხვენი თუ ქონდათ რამე ისეთი რა სარდაფი ქონდა კი ანუ ბინ ხრუშჩოვკა კორპუსებში ყველა ბინემს თავის სარდაფები ქონდა ქვემო ხო ადვალი კი ნახლებაში კი ნახევრად იქ ცხოვრობდი ხო ეგ იყო ჩვენი სკოლაში ფულს გატანდნენ აქ იმიწვიდავთ რამდენს გატანდნენ მაგის მიხედვით თუ გატანდნენ ხანდახან შენ რომ წლიანი ხარ 8 რამდენს გატანდნენ ხანდახან ნუ მაქსიმუმ 50 თეთრს რა ზუსტად არ მახსოვს მაგრამ სადღაც 20 თეთრი რაღაც გარაჟი თუ ქონდათ ან პარკინგის ადგილი კი მაგრამ მანქანა არ იყო გარაჟი იცავს გარაჟი რა ანუ ადგილი იყო მაგრამ რაიმე სახის კომპიუტერული გაჯეტი ან რამე თუ ქონდა ტელევიზორიც არ ქონდა ამეტი მაგარი ისეთ ტესტი იმიტომ ძალიან ცუდი ბავშვობა მქონდა შენ თუ გონე ჩვენ უკეთესად ვამარებთ ამას იგრები ზაფხულში დასასრულებლად თუ დადიოდი ხოლმე სადმე აღვონდა სისტემატიურად სად დადიოდი მაგის მიხედვით გადაწყვეტა ჩემი დეიდაშვილის სოფელში იმიტომ რომ ჩემი არ მქონდა მაგრამ აბა სოფელი აბაშა ის არის იმერელკაც სამეგრელოში მაქვს გატარებული ყველა ზაფხული ყვათანა სოფელი ყვათანა სოფელში სიარული ჩემიას დაერთხა იმერეთი არის რაღაცა მეც ეგრე დავდივით ხომ ბავშვობაში ძალიან მიყვარს ეგ დღეები რაც მოგონებაში დამრჩა და ყანის თოხნები და რაღაცები ხო მაგრამ ეხა ვიღაცები იმაზე დადიან ხომ სულ სადღაც ზღვაზე კურორტზე არა საქართველოში მე ვფიქრობ რომ ჩემი ბავშვები ვატარო ხოლმე და ძალიანაც კაი ვინც ახერხებს და ვინც დიდარი იყო მაგ ტესტი ერთმა გამომარჯვეს მე თელზაფხულს ვატარებდი ყველა ზაფხულს ვატარებდი სოფელში ეგ რაც ჩამოვედი საქართველოში და რუსეთში დაბალანსებული უნდა იყოს რა მეც ეგრე ვარ ჩემს ვცდილობ რომ ყველაფერი ვანახო აქეთ რაღაც მაგრამ არც ის არ მინდა რომ რაღაც ის რაც მე მქონია სოფლის მუღამი და რაღაც ეგ ვერ ნახოს ძალიან მაგარია ეგეც რა და ყველანაირად ის უნდა იყოს და დაბალანსებული მაგონჩი რა სოფელი ძალიან მე ჩემი არ მქონდა მაგრამ საბედნიერო ჩემ დეიდაშვილს მქონდა და მასთან გავატარე მთელის და ძალიან მიყვარდა რა და დღემდე რაღაცნაირად სხვანაირად მიყვარს სამეგრელო ცოტა სამეგრელოში გაზრდილი მგონია თავი მაგის გამო და ჩვენი ღარიბი მეგობარი გაუმარჯოს შემოგვიერთდა ღარიბების კლუბში კიდე ერთი ადამიანი აქ დაფა უნდა გავაკეთოს დიდარი და ღარიბები და ეს რა უცნაურია გუშინ მეგობარს რაღაც ბოლო დღეებია წუწუნის ისინი მაკეთყობა კვირეული იმიტომ რომ გუშინ რაღაცა მკითხა მეგობარმა და მაგაზე უყვებოდი რომ ისეთი გაჭირვება იყო რომ მე მახსოვს რაღაცა პერიოდები ჩემს ქვედა მეზობელს ქალბატონ ლუიზას რომელიც 10 გარდაცვლილია ყოველ დილით ადუღებული
ჭიქა წყალი ამოქონდა ხოლმე რომ ჩაი დამელია, იმიტომ რომ მაგის საშუალებაც არ იყო რა, ანუ რაღაც კერასინკა, რაღაც ეგეთი რაღაცც არ გქონდა რა სახში, ნიტოშტო საჭმელი და ამბავი რა, საჭმელი რაღაც მაკარონი ერთ დღეზე ესე რაღაცა და ძალიან გაჭირვებულად გავატარეთ ეგ ამბავი და რა ვისარგებლებ ამ ამბით და ვიტყვი რომ აი დედაჩემი არის გმირი რომ მაგ ამბიდან თავისი ყველაფრის შრომის, ჯანმრთელობის და ყველაფრის ფასად მომცა საშუალება რომ მე ფეხზე დამდგარიყავი რა. გენაც ხოლმე მო. დედებს გამომორჩეს. აუ. აი. მეც არ შემიძლია არ დაგეთანხმო მაგამ. ეხლავე შემოგიერთდები. სხვათა შორის ჩემზეც ანალოგიურად არ შემიძლია არ დაგეთ დე მიყვარხარ აქედან. მეც შემიძლია ზუსტად ანალოგიურად თქვა რომ თავი გაწირა ყველაფრისთვის რომ რაღაცა გქონოდა ხოლმე. ვიცით, გვახსოვს და ყველაფერს ავანაზღაურებ, ყველაფერს ვერ ავანაზღაურებ, მაგრამ სიყვარულს და გაჩუქებთ და ყოველთვის გულში იქნებით და ყოველთვის გვეყვარებით. Yes. ნამდვილად 1000 წელიც რო გავიდეს. გაუმარჯოს დედებს. ოქროები ხარ. დაუმარჯოს. ძალიან საინტერესო. ერთის მხრივ ხიარული, მეორეს მხრივ სევდიანი და თან რაღაცნაირად გამოვიდა. ლამაზი გადაცემა გუმბათი გამოვიდა. და უღრმესი მადლობა ამ ყველაფრისთვის შენ რა, იმიტომ რომ მართლა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გადაცემა იყო ჩემთვის პირად, არავის არ ეწყინოს ირასრულებს. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გადაცემა გამოვიდა, ოღონდ მართლა რა და აგვე შეგახსენებთ რომ მადლობა მათ გვერდში დგომისთვის, მადლობა სტუმარს, მადლობა თქვენ მაყურებელო, მადლობა გიორგი, მადლობა მე, მადლობა ლალი, მადლობა მოგეს, მადლობა ნათესავებს. დროებით შევხვდებით მეგობრებო. გამოიწერეთ სამარილე და მისაყოლებელი კიდე განსაკუთრებით. და ალექსანდრეს არხიც გამოიწერეთ აუცილებლად, რომელიც იქნება, ვქვით, თაროსთაობა. ოქროდნია. გენაცვალე. ჯიგარი ხარ. გაგიმარჯვეთ. Thank you.